მოგესალმებით, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს შემთხვევები, როცა ადამიანები არსებულ პარლამენტს, მთავრობას და მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ამას საჯაროდ გამოხატავენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ოცნებას არ უჭირს იდეა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის სჭირდებათ მოკლე დროში რეალობად აქციონ, არც ამ ასე ვთქვათ კანონის მიღება გაუჭირდებათ, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს ყველას, ვინც არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს არ ცნობს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ კანონის ფარგლებში შესაძლოა დაისაჯოს, სალომე ზურაბიშვილია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ თავად ახსენა. შეადარა რა რადიკალურ ექსტრემისტულ მოძრაობას გერმანიაში, რომლის წევრებიც თავს გერმანიის რაიხის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ. სალომე ზურაბიშვილი კი მისი თქმით საკუთარ თავს დღესაც პრეზიდენტს ეძახის. რა თქმა უნდა, შალვა პაპუაშვილს არ უხსენებია, რომ საქართველოში მათი არაღიარების საფუძველი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებზე მიღებული შედეგები გახდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა არის პოლიტიკური სურვილი, სახელისუფლებო ძალა, ამიტომ შეგიძლია არაღიარების კრიმინალიზებაც მოახდინო. ლევან გოგიჩაიშვილი გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. ლევან, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან საუბარს სხვა თემით დავიწყებდი. დღეს თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ექსკლუზიური ინფორმაცია გაახმოვანა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებში მამუკა მდინარაძის სახით და შემდეგ სახელმწიფო საფრთხების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მდინარაძე საქართველოში, ანუ რა გამოდის მაშინ, ან თქვენი ინფორმაცია არ არის სწორი, ან სუსი ტყუის, ან დროში ვერ მოხდა დამთხოვა მამუკა მდინარაძის ვიზიტისა და ამ ინფორმაციის გაჟღერების. იქნებ მეტი სიცხადე შევიტანოთ. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ ის ადამიანი იმყოფება ამერიკაში. სუსი რო ტყუის, სუსის ბევრ განცხადებას მოკლე ფეხები აქვს და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ინტერესით მოქმედებს და კი ბატონო, ეხლა თუ ფაქტია, ეხლა მდინარაძე არასდროს არ იყო თქვა დამალული ადამიანი თქვა მედიასთან და მას შეუძლია უბრალოდ ამის თვითონაც ამასთან დაკავშირებით რაღაცა პოზიციონირება. როგორც გარკვეული მტკიცებულება იმ განცხადების და ინფორმაციის. ანუ რა არის ამაში? გამოვიდეს და დაგვენა ხო? კომპლექსებია რომ თქვა არის ამერიკაში. ან გამოვიდეს და სამედიცინო რომ აქავარ ეხლა მედიასთან არ მდგარა არასდროს, რა ვიცი, ყველა კამერას მისდევდა ხოლმე ეხლა მეცხრე მოწვევის პარლამენტში. ესეთი მოთხოვნა ქონდა ხოლმე ამ მედიასთან ურთიერთობის და ამ შესაბამისად ამას თავისი მტკიცებულება ჭირდება. ჯერ ეს ერთიც ამაში არაფერი დანაშაული არ არის. ისე უარყოფენ თითქოს დანაშაული არ არის, რომ ის ან თქვენ წყარო არ ცდება პირველ რიგში ამის თქმა გინდათ, ხო? ჩვენ როცა ვთქვით, რომ ლილუაშვილი ამერიკაში იყო, ლილუაშვილი იყო. მაშინ ვიზიტი დაემთხვა გახარიაც ამერიკაში იმყოფებოდა და ჩვენ ვთქვით და მათ თქვეს, რომ არა. ანუ თან ისე თქვეს, რომ თითქოს რაღაცა დანაშაულში ვამხილეთ. რა მოხდა მე ხა თუ არის წასული, გასაგებია, რომ ეხა ივანიშვილს რაღაცა ჭირდება ამერიკელებისგან, რაღაცა სათხოვარი აქვს, ახვეწნი აქვს, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის ეცდება, რომ ეს ძალა მის წინააღმდეგ არ გაბრაზდეს. არ გააბრაზოს. რა ინფორმაცია აქვს, რა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ამერიკელებისგან და რის დასალაგებლად არის იქ წასული მდინარაძე? რაც სჭირდება ხოლმე გარანტიები და ყოველ შემთხვევაში ურთიერთობების აღდგენა. და ეს არ არის თქვათ, ეს არის სახვეწნად გაშვებული, რომ აი, იცი რა, მე არა ვარ ცუდი ბიჭი და მოდი მელაპარაკე ეს ერთ მხარეს გადადგმული ნაბიჯი ეს იქიდან ხო არ მოდის ეს ინტერესი აქედან მიდის შესაბამისად ეხა რიტორიკა ერთი აქვთ რაღაცას პაკიბუქობენ და ყელყელაობენ და მეორე შემთხვევაში ამას აკეთებენ ეს არ არის დანაშაული წინასწარ გეუბნებით მე ამაში ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას მაგრამ სუსი თუ ამას ამბობს ეხა ეს რო იყოს რაღაცა ჩაკეტილი დირექტორი თქვათ ამ ორგანიზაციის ან ადამიანი რომელიც არ ახასიათებს მედიასთან კომუნიკაცია გასაგებია მაგრამ თუ ამბობ ეს ადამიანები გვანახეს რა ვიცი სადმე დადგეს და
ისეთ ფონზე რო ახმადი იყოს, რო აქ არის, მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. კიდე ერთხელ გეუბნები, თვითონ ჩაიგდეს ამ უხერხულობაში და თუ არ არის აქ, თქვენ რო არ არის აქ და რა მოხდა რო არ არის. ანუ შესაძლებელია დღეს დაადასტურა ქართულმა ოცნებამ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნამდვილად გამართა სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან. ანუ ფიქრობთ, რომ აი ეს შეხვედრები რაღაცა აი ამ ერთი თუ ეს რანგი არის, თქვა ამ შემთხვევაში ეს დონე არის წასული და მეორე შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ის არის წინა ფრონტი, ის არის უკანა, ხო? თქვა ეს კულუარული მოლაპარაკება. ჩვენ ხა სხვა ინფორმაციებიც გვაქვს, უბრალოდ დღეს რა ინფორმაციები გაქვთ? ნუ აი ვის ხვდება, ვინ არ ხვდება, ვისთან ითხოვს მამუკამდინარაძე? ვისთან ითხოვს, ამიტომ ეს ამას ეხა ამას დამატებითად აზრი არა აქვს ეხა ამას. რატომ არა აქვს, რადგან თქვით, რომ ის არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს შეხვედრები არ არის. სულსმა თქვა, რომ იქ არ არის. შესაბამისად რაღაცა თუმცა თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ როგორც აღმოჩნდა. ჩვენ ვფიქრობთ რომ იქ არის. თქვენ ახლა თქვით რომ თქვენ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ვის ხვდება, ვისთან უნდა ცდილობს შეხვედრას, ანუ რა დონის შეხვედრებზე არის აქ საუბარი. და რაზე მიანიშნებს დაუშვათ ის ესეთი დონის შეხვედრებს ადამიანები ითხოვენ მაქსიმალურად ცდილობენ რომ შეხვდნენ ისეთ ადამიანებს ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ან ყოველ შემთხვევაში ამბის მიმტანი გადაწყვეტილების მიმღებთან ანუ რაღაცა კონკრეტული შეიძლება რაღაცა კონკრეტული დეპარტამენტის ასე ვთქვათ დონეზე იმართება შეხვედრები თუ არის მცდელობა ხო არ არის ხა იქ უამრავი ინტერეს ჯგუფი არის რომელიც პრეზიდენტის და თუნდაც სახელმწიფო მდივნის ირგვლივ ტრიალებს. ამიტომ ჩვენ გიორგიმ რაც თქვა, ეს იყო ვარაუდი, რომ ეს ადამიანი იქ იმყოფება. პასუხი იყო, რომ არ იმყოფება. ჩვენ გეუბნები თუ არ იმყოფება, მაშინ დაგვენახე. თუ არ იმყოფები, ხო? ძალიან მარტივი არის და თუ იმყოფები, ამაში რა არის, თქვა, დანაშაული, ან რომ ამბობ, რომ არ იმყოფები, ანუ რას მალავ? ან ლობისტებს ეძებს აი მოკლედ ასე შეგვიძლია. მე ვერ გეტყვით, მე ხო გეუბნებით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ იქ არის. ესენი ამბობენ რომ არა ვართ. დანარჩენი უკვე სპეკულაციები არის. თუ არ ახარ, მაშინ გამოჩნდი, იმიტომ რომ არ არის შენთვის უცხო მედიასთან კომუნიკაცია. და თუ იქ ახარ, მაშინ რატო იტყუება სუსი რომ იქ არ არის? ანუ არაფერი ამაში არ არის, ეს ვარაუდია, რომელიც ანუ მტკიცებითი ფორმით ამბობენ რომ ვარ. ჩვენ ვარაუდი გამოვთქვით რომ იქ არის. ესენი ამტკიცებენ რომ არ არის. და თუ ამტკიცებ, მაშინ გამოაჩინე ეს კაცი, მზე თუ ნახავი ხო არ არის ახლა. ნანახი ყავს დინარაძე, რამენაირად კიდე ერთხელ თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ვარაუდი, გულისხმობს შარაშიძეს განცხადებას, მან თქვა რომ აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია, რასაც ასევე აქვს გარკვეული. ნუ ხა არ ვიცი რა ინტერპრეტაციით წაიღო მედია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ გამოხმაურებას, ეს გამოხმაურება მოყვა, უბრალოდ ჩვენ კი არ გამოგვეხმაურენ, თქვენ თუ არ ვწდები თქვენ ჟურნალისტს კი ბატონო უთხრეს ასე ამიტომ მე რაც მოხდა ეს მოხდა რა კარგი რაც შეეხება ასე ვთქვათ დაგეგმილ თუ დაანონსებულ ცვლილებებს ის რომ შესაძლებელია ქართული ოცნების არაღიარება გახდეს დასჯადი ქმედება რაც მოვისმინეთ ერთ-ერთი პირველი ვინც აი ამ არ ვიცი რეგულაციების ადრესატი იქნება შესაძლოა იყოს სალომე ზურაბიშვილი თუმცა თქვენ რა მოლოდინი გაქვთ იმიტომ რომ მასშტაბი შეიძლება გაიზარდოს იმ ადამიანებისა ვინც დაისჯება თუ ქართულ ოცნებას არ აღიარებს ლეგიტიმურად და ამისკენ საჯარო ცხვებსაც მოუწოდებს და საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება იმუშაოს ამ კანონმა მე ვერ გეტყვით როგორ შეიძლება იმუშაოს იშლეგია აბსოლუტურად ან ფაქტობრივად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არის ადამიანების ეს აღქმა არის ეს ადამიანები ასე აღიქვამენ და ამის გამო ეხა განსხვავებული აზრის გამო და თუნდაც ასეთი შეხედულების გამო სისხლის სამართლებრივად ადამიანები დასაჯოს ეს ნუ ბრიყული ინიციატივა არის ძალიან რთული არის ამის აღსრულება ანუ თავის სახე რო კონდეს ან მასობრივ ეხა შეიძლება გამოვიდეს 1000 კაცმა თქვას და ვიღაცა ერთი ადამიანს შეეხოს მაგრამ ეს ხო არ არის ნუ არასერიოზული არის ეხა ბოლო პერიოდში იმდენ არაადეკვატურობას ვისმენთ ქართული ოცნებიდან იმდენ ინიციატივა არის რომელიც თითქოს რაღაცას ამკაცრებს და
რაცა შიშის თითქოს რატომ რეალურად გამკაცრებული კანონები ჩვენ ვნახეთ, რომელიც უკვე არის მოქმედებაში და ადამიანებს აკავებენ, ადამიანებს უწერენ კოლოსალურ ჯარიმებს და ამ ყველაფრის აღსრულება ხდება რეალურად, ანუ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს კანონი მიიღეს და ამას მე მგონია რომ არაფერი უდგას წინ, იმიტომ რომ თვითონ ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ აუცილებლად დაფიქრებას საჭიროებს ეს თემა, ზოგადად არაღიარების თემა და თვითონაც ამბობენ, რომ აქვთ რეაქციული პოლიტიკა, ქვეყანაში წესრიგი უნდა დაამყარონ. ფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია დააკავონ სალომე ზურაბიშვილი? ანუ მომავალზე როგორ გელაპარაკოთ, რაც ახლა ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და აბრამას არ ქმნიდნენ. ანუ ხო გვაქვს ასეთი მოცემულობა, მაგრამ მე თუ შემაფასებინე, მე თუ ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოს, ხო? მესმის, ახლა ვიღაცა ეთანხმება, ვიღაცა იცინის, ვიღაცა არ ეთანხმება, მაგრამ დამოკიდებულება როგორ, თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? როგორთან დაკავშირებით? ანუ სალომე ზურაბიშვილი არის თუ არა ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში? ნუ იცით რა არის ახლა თუ ლეგიტიმური პრეზიდენტია, მაშინ შეუძლია შეწყალების აქტი გამოცეს და ადამიანები ციხიდან გამოუშვას. ანუ შეფასებითი კატეგორია ხო გეუბნებით, ანუ ვიღაცისთვის ეს შეიძლება სასაცილო იყოს, ვიღაცისთვის ეს პოლიტიკური ხაზი იყოს, ვიღაცისთვის სხვა რეალობა იყოს, იმიტომ რომ ავიცი ხა სხვა რეალობა არის ახლა გაეროში საქართველოს სახელით გამოვიდა სხვა ადამიანი. ანუ სხვა ადამიანი, ანუ ეს ხალხი სხვა ადამიანის სხვა ადამიანის აქტებზე რეაგირებს თქვათ რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუციები ხო ვიღაცა შეიწყალებს იმას კი არ ნიშნავს რომ ეხა მიხეილ ყაველაშვილი გაყალბებული არჩევნების შედეგად მოხდა იმ რეალობაში ან სხვა რეალობა რო ყოფილიყო სხვაგვარად და სწორად რო დათვლილიყო საარჩევნო მოცემულობაში თქვენც ამბობთ რომ აი მიუხედავად იმისა რომ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და შეხვედრით პარლამენტში ლეგიტიმაციას არ აძლევთ ქართულ ოცნებას ანუ ჩვენ ვამბობთ რომ მარტივი არის ჩვენ ვამბობთ რომ ეს არჩევნები გაყალბდა მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ რეალობას. რეალობას ვაღიარებთ, ანუ აღიარებთ იმას, რომ შალო პაპუაშვილი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ის რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აირჩია ამ პარლამენტმა და ეს ამ ადამიანს ექვემდებარება სახელმწიფო სტრუქტურები, ეს არის მოცემულობა. ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არა, როგორ არა, ეს კანონი შეიძლება დაემუქროს ყველას, დაემუქროს პოლიტიკოს, რომელიც ამბობს, რომ დაემუქროს, ეს არის განსხვავება, ეს ჩემი პოზიცია არის. ჩემი პოზიცია არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნები გაყავდა, ქართულ ოცნებას 99 მანდატი არ აუღია, მათ მიიტაცეს ეს არჩევნები, ამ მოცემულობისგან მათ შეავსეს ძალის ვაკუუმი, დღეს ისინი რეალურ ძალაუფლებას ფლობენ, ჩვენ ამას ვაღიარებთ, ჩვენ საპარლამენტო ინსტრუმენტებს ვიყენებთ ადამიანებთან და ხალხთან უკეთესად კომუნიკაციის საშუალებებისთვის. იმის იქით ჩვენ რა პოზიციას ვქონდათ, ის რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაყავდა, რა თქმა უნდა გაყავდა. ის რომ ჩვენ ახლა ადამიანებს არ მოუწოდებთ შევარდნისკენ და რაღაცა წესრიგის დარღვევისკენ, ესეც ფაქტია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები გადის მხოლოდ არჩევნებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქუჩა და რევოლუციები ეს არის გუშინდელი დღე და კარგს ამ ქვეყანას არაფერს არ მოუდანს. ჩვენ მანამდეც ვაფრთხილებდით და ვამბობდით, რომ უბრალოდ აი ამ სულელური რიტორიკით, რაღაცა ბოიკოტით, სადღაც შევარდნის დაანონსებით დავაზიანებთ ჩვეულებრივი იმ ადამიანების ინტერესებს, რომელსაც მე ეს ადამიანები თქვენ ვერ დაიცავთ. ანუ თუ ეს კანონი იქნა მიღებული, თქვენ ყოველ შემთხვევისთვის არ გემუქრებათ. ანუ თუ ეს კანონი იქნება მიღებული, თუ შემეკითხება ადამიანი რას ფიქრობს საქართველოს პარლამენტზე, თო მე ვეტყვი, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაყალბდა, ქართულ ოცნებას აქვს ძალაუფლება მიტაცებული. ეხა ამის შემდგომ ამას როგორ ინტერპრეტაციას და როგორი ბრალდებას, როგორი სახით მიცემს, თუ მიცემს როდესმე პროკურორი, თუ ვინც იქნება, ეს მასზე არის დამოკიდებული, მაგრამ რასაც ვამბობდი აქამდე, მარტივია შეკითხვაც და ალბათ მასზე პასუხი, აი რაც მე გკითხეთ, არის თუ არა, შალო პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არის თუ არა ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არის თუ არა მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალაუფლებას ფლობენ, ეს ადამიანები, ამ ადამიანებს აქვთ რეალური ძალაუფლება. რა თქმა უნდა, შალვა პაპუაშვილი განსაზღვრავს, თვითონაც თქვა მე ქვეყანა არ მეხებაო, მე პარლამენტის
პარლამენტის შენობის თავმჯდომარე ვარ. შესაძლოა პარლამენტის შენობაში შალვა პაპუაშვილი არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი და მთელი აპარატი ექვემდებარება შალვა პაპუაშვილს. ამას ვაღიარებთ, რა თქმა უნდა და ეს ჩანს კიდევაც, რომ შალვა პაპუაშვილი ნიშნავს აპარატის უფროს, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით არის მუშაობს საქართველოს შენობა პარლამენტის შენობა. მათ შორის თქვენი 12 დეპუტატი, მათ შორის თქვენი პარტიიდან 12 დეპუტატი, სწორედ აი ამ შალვა პაპუაშვილის მიერ, არ ვიცი, განსაზღვრული იღებს მონაწილეობას, კი ბატონო. მაგრამ ის რომ გაყალბებული არჩევნებით აქვს, მეტად და შალვა პაპუაშვილი არ არის პირველი ადამიანი, ვინც გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის თავმჯდომარე არის. იგივე ხდებოდა ნაცების დროს, ბაქრაძეც იგივე როლი ჰქონდა. შევანაძის დროსაც ყალბდებოდა. ჟვანიაც ერთი პერიოდი გაყალბებული არჩევნების შედეგად ანუ ეს რეალობა არსებობს ამ ქვეყანაში. და თვალი უნდა გაუსწოროთ ამ რეალობას. თვალი უნდა გაუსწოროთ, რა თქმა უნდა. მე ესე ვფიქრობ, ანუ რეალობა ეს არის. ამ ქვეყანის ბევრი პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარა გაყალბებული არჩევნების შედეგად. აბა კითხეთ ლეიბორისტებს თუ არ გაუყალბეს არჩევნები 95-შიც, 99-შიც, რა ვიცი, 2004-შიც რო არჩევნები ჩატარდა, ეხლა პარტია თავისუფლებას კითხეთ, აბა, თუ არ დააკარგინეს და არჩევნები არ გაყალბდა საპარლამენტო 2008-ში საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, გაყალბდა, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, 2012-ში მცდელობა იყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, უბრალოდ არ ეყოთ ელექტორალურად, ანუ აღარ აძლევდა იმდენი ადამიანი, რომ რაღაცა კიდე ზედმეტი დაეწედათ. 2024-ში ეგ ფაქტი დადგა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რეალობა არ არის. თუ ამ რეალობას თვალს არ გაუგზავნებ, ხო გეუბნები, ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაც მომენტში საჭირო კი არ იყოს, უბრალოდ რაღაცა სასაცილო მდგომარეობა იყოს და ამიტომ ამბობ, ესეც რომ ქალბატონი სალომე რო ამბობს, რომ ის არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეს მისი პოზიცია არის, მაგრამ რეალურ ფუნქციას ის ვერ ასრულებს. ეხლა ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მისი პოზიცია ჩვენ ახლა ოპოზიციის მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც გვესმოდა დასტური იმისა, რომ ერთადერთი ლეგიტიმაცია, ვისაც შეიძლება გქონდეს და ვისაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება დაელაპარაკონ ჩვენი ქვეყნის ბედზე, არის სალომე ზურაბიშვილი. მართალია შესუსტდა ოპოზიციაშიც კი ეს რიტორიკა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პაპუაშვილმა ელაპარაკა ვაცდები რომ მან საკუთარი რაღაცა სტანდარტი შექმნა სალომე ზურაბიშვილმა და ეს ყველაფერი არ უნდა დარჩეს, ასე ვთქვათ, უპასუხოდ. სააკაშვილიც ეძახის თავის თავს პრეზიდენტ ზოგადად გადამდგარი პრეზიდენტ ეს სტატუსიც არის ზოგადად, რომ ანუ ეს მიმართვა არსებობს ესეთი, რომ პრეზიდენტად მოიხსენიებენ ხოლმე ადამიანებს, ეხა მარგველაშვილსაც სხვა რამეა, ლევან, ახლა სხვა რამაზე ვსაუბრობთ, ის რომ ყოფილ პრეზიდენტებს მოიხსენიებენ თანამდებობიდან წასვლის თუ ვადის ამოწურის შემდეგ პრეზიდენტის სტატუსით, ეს სხვა რამეა და სულ სხვა რამეა ის განაცხადი, რომელიც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც ის ამბობს, რომ ის არის ერთადერთი არჩეული ლეგიტიმური თანამდებობის პირი. ეთანხმება ამას. ეს მაგრამ რეალობა ხანდახან სხვანაირიც არის, მაგრამ ამის გამო რომ ადამიანს ესეთი პოზიცია აქვს და შენ ამის გამო ადამიანი დააპატიმრო განსხვავებული პოზიციის გამო, ეს არის რა თქმა უნდა განსხვავებული აზრის დევნა და შეზღუდვა არის ნაწილობრივ რა თქმა უნდა შეზღუდვა არის. ხო, შეგ თქვა რომ ან პასუხი უნდა მოსთხოვო, ან მეორე საკითხია რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს. აი სადამდე შეიძლება მივიდეს რეალურად. ხო, გეუბნებით, ესეთი პოზიცია, ეხლა მე ეს სიტყვები არ მიხმარია, ეს მათი სიტყვებია. ადამიანები სხვაგვარად შეაფასებენ სხვადასხვა მოცემულობას. ამიტომ ამის გამო რომ ადამიანი რაღაცა აზრს გამოთქვამს და შენ ამის გამო მას დაუწყო სისხლისამართლებრივი დევნა, ეს არის სიგიჟე და ეს კანონპროექტი არის სიგიჟე. ანუ იდეა არის სიგიჟე, კანონპროექტით სიგიჟე იქნება და ამის კანონად ქცევაც სიგიჟე იქნება, რა თქმა უნდა, არაფერს კარგს არ მოუტანს, იმიტომ რომ ჩვენ ეხა რასაც უყურებთ, როგორც ჩანს, ავიძინა ივანიშვილს არა აქვს გააზრებული, რას ნიშნავს სახელმწიფო. და არც ეს ადამიანები არ არიან იმის მთქმელები, რომ ეხა თქვენ ხვდებით, რომ ეს არ მოდის არც ამ გორდულაძისგან და არც ამ რაღაცა ახალი თაობის კომკავშირისგან. ეს არის მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის ინიციატორი და აზრის გამომთქმელი რომ ბიჭებო ეს მჭირდება, მე სხვა კაცი მგონია. ვინ გონია? იზინა ივანიშვილი მგონია, იმიტომ რომ მას აქვს ეს უნებები, ეხა ეს არალეგიტიმურობა ანუ ძალით უნდა მოვიპოვოთ ლეგიტიმაცია ეს ამბობს იმ ხალხში, ვინც არ აღიარებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს. ამ ადამიანს შეგრძნება არა აქვს. და იმ ადამიანებს, ვისაც ამის თქმა შეუძლიათ
ყობახიძეს და კალაძის კორუმპირებული დაჯგუფება მას არ ეტყვის და ეს ხალხი კიდე არსებობს, სხვა ხალხი მის ირგვლივ. ვისაც შეუძლია ამის თქმა, რომ ისინი იმდენ ფულს შეუულობენ, რომ საერთოდ არ აინტერესებს რამდენი ხანიც იქნება ბიძინა ივანიშვილი, პირდაპირ პროპორციულად მათი გამდიდრების ტოლფასი არის. ამიტომ ამ ადამიანს არ აქვს შემაკავებელი ბერკეტები, ამიტომ ესეთი სიგიჟეები ჩვენ შეიძლება მომავალში კიდე უფრო მეტი ვნახოთ. ამიტომ რაღაცა ყოველთვის აი ამ სიგიჟეზე რეაქციას უბრალოდ სტატისტიკის ნაწილი იქნება, ეხლა რამდენ კანონ პროექტს მიიღებენ რაღაცა გამკაცრებაზე, ეს აღარ იქნება რაღაცა ეფექტი, ემოციური ეფექტი იქნება. ისიც თუ მაგალითად ადამიანებს აი ამ პოზიციის გამო დააკავებენ, ანუ ხომ? განამწესებენ საპატიმროში. მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა რასაც ქართული ოცნება აკეთებს, საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი ჯოხი გადატყდა მათ მხარდამჭერებზე და იმ ადამიანებზე, ვინც რეალურად მათ ხარს უჭერდა. ჯოხი გადატეხეს ღარიბაშვილზე, ნაცების დაჭერვას შეპირდნენ და ღარიბაშვილი დაიჭირეს და ლილუაშვილი დაიჭირეს. აი აუდიტორიას თქვათ, ვინც ეს პროფესიონალ ტექნიკურ უნივერსიტეტს რაღაცა სხვა ტიპის რეფორმებს პირდებოდნენ, სხვა ტიპის სახელმწიფო ხარდაჭერას პირდებოდნენ და აგერ სააკაშვილის ციხეების უფროსის ხელით ამ რაღაცა საუკუნოვანი ამ უნივერსიტეტს უბრალოდ აუქმებენ, მხოლოდ სავარაუდოდ იმის გამო, რომ რაღაც ქუთაისში ივანიშვილის უნივერსიტეტში რაღაცა კვოტები შეივსოს და სახელმწიფო დაფინანსებს. შეკითხვა მიშენ, რატომ არ გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ ქართული ოცნების აუდიტორიისთვის ეს ყველაფერი გეთქვათ დებატების ფორმატში. დღეს კიდევ ერთხელ იყო ეს თემა განხილვის საგანი და ქართული ოცნების წევრებმა თქვეს, რომ თითქოს თქვენ მზაობა გამოთქვით დებატებში მონაწილეობა მიგეღოთ და შემდეგ გაისმა ზარი გერმანიიდან იგულისხმოს ბუნებრივი აგახარია, რის შემდეგაც გადაიფიქრეთ. პირველ რიგში ჩვენ ვართ დებატებში და გუშინდელი დღეც ამის ცხადი მოცემულობა იყო, რეალური დებატები ეს არის საპარლამენტო ტრიბუნა, ჩვენ ამას ძალიან ეფექტურად ვილაპარაკობ და რასაც მე ახავს აუბრობ, ჩემმა კოლეგებმა გუშინ ილაპარაკეს. ეხლა რაც შეეხება თვითონ იმ პლატფორმებზე, ჩვენ მივიღებთ არ მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება გამომდინარე მოცემულობიდან. აი რა მოცემულობა გჭირდება? რა მოცემულობა იქნება თქვენთვის მისაღები? შეგიძლიათ გითხრათ? ჩვენ ამას ავხსნით. ანუ რა იქნება, როგორ იქნება, ჩვენ როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენ წინა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გქონდა ეს პოზიცია. ორშაბათი იქნება, მომდევნო ორშაბათი ჩვენ ყოველთვის გვექნება რატომ მივიღეთ, ან არ მივიღეთ, ან რა მოცემულობა იყო, ამას ჩვენ ავხსნით, მაგრამ წინასწარ რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიციას არ დავაფიქსირებთ. კომუნიკაცია გქონდათ, ანუ იყო ესეთი, როგორც თქვენ გაქვთ ხა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა მდინარაძე იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაძლებელია მათაც აქვთ ინფორმაცია, რომ თქვენ გქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია გახარიასთან და გახარია წავიდა წინააღმდეგი. ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ანუ დებატების საკითხთან დაკავშირებით, აი ამ მოცემულ ფორმატში, რომელიც გაიმართა, ის რაც იყო ფორმატზე ვერ დავარქმევთ დებატებს, რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ სულ გვაქვს, ვიცი, რამოდენიმე საათის წინაც ქონდა ჩართვები, ჩვენ სულ გვაქვს ეს კომუნიკაცია. ესეთ პოზიციები ჩვენ პარტიაში პოზიციები ზოგი ამბობს ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება ისახება და ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენთვის პრობლემა არ არის. მოგეუბნები დებატებში ჩვენ ყოველდღე 99 კაცთან ვართ ყოველდღიურად ქართული ოცნების და შეეხება სატელევიზიო პლატფორმებს. ერთი რამე უნდა იცოდეს ყველა არხმა. არა, ერთი რამე უნდა იცოდეს განსაკუთრებით რა თქმა უნდა არა, რა თქმა უნდა, ეს იყო გადაწყვეტილება მიღებული პარტიის. უმრავლესობის ხმათა შორის ჩვენ გვაქვს ეს სტანდარტი განსხვავებით ქართული ოცნებისგან. ახალესაც აქვს თავისი აზრი, სხვებსაც აქვს თავისი აზრი. მომხრე იყო თუ მოწინააღმდეგეს მაინც მითხარ. მაგას არ ამნიშნულობა. როგორ არ აქვს თქვენი პარტიის ლიდერია? რა მნიშვნელობა აქვს? ფავარი არის, საბოლოო გადაწყვეტილება იყო ის, რომ მე აზრს არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის. ამ შემთხვევაში ხა ეს ჭორაობა არის, დანარჩენი პარტიის პოზიცია არის ის, რომ ჩვენ იქ არ საჯარო საკითხთან დაკავშირებით გეკითხებით რაღაცა შიდა პარტიული ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ეს არის შიდა ინფორმაცია, ეს ინფორმაციაზე ჩვენ არ შევთანხმებულ ვართ, რომ ესეთ დროს ეს ინფორმაცია იყო დახურული, ნამდვილად არ შევერთებული. რაღაცეები არის, რაზეც უნდა შეთანხმდე, რომ ამას ან ვამბობთ, ან არ ვამბობთ. იმიტომ ერთ-ერთია გახარია, ვინც სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მივიდა დროებით საგამოძიებო კომისიას და ხო, დებატები ქონდა, თუმცა თქვა, რომ თეატოლუკიანმა, რომ ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ დამარცხა ამ დებატებში, გავაქციეთ კაცი ქვეყნიდანო. თეატოლუკიანმა თავისი სიბრიყვით, რა თქმა უნდა, თავისი სიბრიყვით დაადასტურა ის, რომ გახარიაზე არის პოლიტიკური დეონა და ეს უბრალოდ თავისი სიბრიყვით მოვიდა. მეორე, რომ აქამდე თეატოლუკიანი არ იყო შემჩნეული
მიჩნეული რაღაც იაფასიან ტყუილებში, რაც მან ილაპარაკა რაღაცა დაცვაზე და იარაღზე და ასე შემდეგ. ამ ადამიანს საერთოდ არ აქვს იარაღის დარების უფლება. აქედან დავიწყოთ. ამიტომ თეა წულუკიანს თავისი ძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, რაღაცა პოზიცია არის, არ ვიცი რა არის მისი როლი ახლა ქართულ ოცნებაში, მაგრამ ის რომ თეა წულუკიანმა თქვა, რომ ადამიანი ჩვენ გავაქციეთ ამ ქვეყნიდან, ეს რა თქმა უნდა იმუშავებს მომავალში თეა წულუკიანის წინააღმდეგ. ამით ფაქტობრივად მან დაადასტურა პოლიტიკური დევნა და რა არის ამაში საგმირო, რომ ადამიანს ახლა პოლიტიკური სისტემით რაღაცა ებრძვი, ამას ჩვენ მომავალი გაჩვენებს. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ჩვენ მოცემულობიდან გამომდინარე მივიღებთ, მაგრამ ერთი რამე უბრალოდ ახლა რასაც ვიტყვი, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ განგვისაზღვრავს მაგალითად ის ტელევიზია, ვინ მივიდეს და ვინ არ მივიდეს. ან ასეთი პირობა მოთხოვნა იყო, რომ თქვენი პარტიიდან კონკრეტული პოლიტიკოსი უნდა მისულიყო დებატებში მონაწილეობის მისაღებად კონკრეტული როდესაც იქნება ასეთი მოთხოვნა, რომ აი ეს მოვა და აი თუ სხვა არ მოვა არა, შეგიძლიათ მითხრათ ვის ითხოვდა ტელეკომპანია რუსთავი 2 პირველ დებატებში მონაწილეობის მისაღებად შალვა პაპუაშვილთან, სოზარ სუბართ. რატომ? არ გეტყვით, იმიტომ რომ ეს რუსთავი 2-მა თქვა, ეს არ არის, ხო გეუბნებით, არის რაღაცები ახლა თქვენს თქვენ შესთავაზეთ სხვა ვარიანტი და მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ჩვენ ვამბობთ, საუბრობთ პრინციპებზე. ჩვენ საუბრობთ საჯარო დებატებზე, რომელიც რეალურად ეს არ არის და საზოგადოებისთვის, ანუ ესეთი პოზიციონირება ქონდა ამ ყველაფერს, რომ დემოკრატიული პროცესი არის, საჯარო პოლიტიკური დისკუსიის, დებატების მოწყობა, რომ იქნებ როგორმე დამთავრდეს პოლარიზაცია და ხალხმა შეძლოს საღი აზრის მოსმენა და მისთვის საკუთარი ასე ვთქვათ პოზიციის არჩევანის გაკეთება და ეხლა თქვენ მალავთ თუ არ ამბობთ ეს არ არის ადამიანისთვის შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესო იყოს, მაგრამ ეს ეხლა თქვენთან გადამწყვეტი როგორ არის ეს საინტერესო მე არ მითხოვს რომ ეს იყო გადამწყვეტი მეთქი, მაგრამ მომავალში შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს პრინციპი, რომ თუ ჩვენი პარტია გადაწყვიტავს დებატებში მონაწილეობის მიღებას, ხელმძღვანელობა და პროდიუსერები ვერ დაუდგენენ ჩვენს პარტიას ვინ წავა და ვინ არ წავა. ეს არის უბრალოდ გზავნილი, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ზუსტად იმ პრინციპების შეზღუდვა და აი მონიშნა, რომ აიცი რა ეს არ მოვიდეს და ეს მოვიდეს. და ეს ახასიათებს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მომავალში რომ ამისგან დავაზღვიოთ. თავი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია ასეთი იქნება, რომ თუ იქნება ასეთი მოთხოვნები, ჩვენ ამ მოთხოვნას არ მივიღებთ. კი ბატონო, და კომისიასთან დაკავშირებით მთაც მინდა გკითხოთ, უკვე ცნობილია, რომ თქვენი პარტიიდან ფასების შემსწავლელ კომისიაში 3 ადამიანი იქნება. ანუ ეს ნიშნავს თუ არა, რომ კომისიაში თქვენი ჩართვა და მონაწილეობა, რომ თქვენ ფასებთან დაკავშირებით ეთანხმებით ქართული ოცნების პოზიციას თუ უკვე იცით, რომ აი ამ კომისიაშიც კი თქვენი დღის წესრიგი გექნებათ ისე მკაცრად განსაზღვრული. ჩვენი დღის წესრიგი და ძალიან მარტივი დღის წესრიგი გვაქვს. პირველი, ეს არის პენსიის 200 ლარიანი ზრდა, მინიმალური ხელფასის 1000 ლარის დადგენა, ინდექსაცია სოციალური დახმარებების ინფლაციის პროპორციულად, როგორც არის პენსიებთან მიმართებაში, რამდენიც იზრდება თქვა ინფლაცია, შესაბამისად პროცენტულად იზრდება პენსია. ეს არის ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხებს დავაყენებთ. ეს საკითხები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. პენსიის 200 ლარის ზრდა. რაც შეეხება ფასების საკითხს. ძალიან რამდენი თვე არის გასული, რაც კობახიძე ლაპარაკობს ფასების კობახიძე ლაპარაკობს ფასების ზრდაზე. აი ახლაც კი არ ასე ვთქვათ, არ ასახელებთ მის თანამდებობას, რომელიც ძალაუფლების მოპოვებით აქვს მას მიღებული. ანუ ორი თვეა არაფერზე ფასების დაკლება არ მომხდარა. საერთოდ არაფერზე ფასი არ დაკლებულა. დღეს ადამიანი გამოვიდა და ამბობს, რომ თუნდაც რთული საკითხიაო ფასების კლებაო, ეს ხო ჩემი სიტყვები არ არის, ეს მისი სიტყვები არის. ეს ძალიან რთულია პროცესი არის, ამიტომ ამ პროცესში სადაც შევლენ, სადამდეც მივლენ, კაცმა არ იცის. ჩემთვის რა თქმა უნდა მისაღებია მნიშვნელოვანი არის, მაგრამ 200 ლარით პენსიის ზრდა გაცილებით მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ყისიერად ხო წინა ეთერში ხო ვისაუბრე, რომ 40%-ით იზრდება ადამიანის შემოსავალი და 1000 ლარიანი პენსიის ისა მინიმალური ხელფასის დადგენა და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის, იმიტომ რომ ფასების საკითხი საყოველთაო ინტერესს იწვევს. ძალიან საინტერესო იქნებოდა გიორგი გახარიას პოზიცია. როგორც
ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენის ფასების საკითხთან დაკავშირებით, როგორც ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, რამე ხომ არ მეშლება, როგორც ყოფილი პრემიერის, თუმცა გახარია დუმს და ძალიან იშვიათად აკეთებს განცხადებებს. პიროვნულად გახარიაზე საუბრობთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პარტიის პოზიცია დაკავშირებით, რომელშიც მე ხას გავუსვი იმას, რომ როგორც ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენის, როგორც ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, როგორც ყოფილი პრემიერის, მისი პოზიცია იქნებოდა ძალიან საინტერესო. აი რას უკავშირდება აუცილებლად ხო და თქვენ გონიათ რომ მიპასუხებს თქვენ ფიქრობთ რომ არ გასუხებს? რა თქმა უნდა, რამდენჯერაც გქონდა მე მასთან პირადად, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის მცდელობა, გახარიას ჩემთვის ფაქტობრივად არასდროს არ უპასუხეთ, თორე შემიძლია გაჩვენოთ WhatsApp-ში ჩემი მინაწერი, მაგრამ გარდა ამისა, ოფიციალურად რაღაცნაირად შეეხმიანებით, მაგრამ ოფიციალურადაც სულ არის ამის მცდელობა, მაგრამ გახარია არის ის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ოპოზიციონერ პოლიტიკოსების შორის, ვისაც არ აღმოჩნდა, არ ვიცი, სურვილი ჩემთან ინტერვიუს კი ბატონო სხვა რამე მაინტერესებს რაღაცა ხვალვალდებულებები ხო არ არის მაგრამ შესაძლებელია მესმის ლევან ჩემზე არ არის კაცო გამოვიდეს ისე გააკეთოს საჯარო განცხადებები რატომ არ აქტიურობს პოლიტიკური თვალსაზრისით ანუ ქვეყნის მიღმა ყოფნა ხომ არ ნიშნავს იმას რომ მას არ შეიძლება კონდეს პოლიტიკური პოზიცია თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ან იქნებ მიზეზი ის არის რომ მაგალითად ჩვენ ვიცით ყოფილი პრემიერები ვინც ახლა არასამთავრობო სექტორში საქმიანობენ და მათ პირდაპირ ვთქვამ ჩვენთვის რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მათ უკრძალავენ პოლიტიკურ აქტივობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გახარიას პოლიტიკური პოზიციაა რომ ის არ ლაპარაკობს ბევრ საჯაროდ თუ მას დამსაქმებელი უკრძალავს პოლიტიკურ აქტივობას რა რომელია აქედან? საოცარი ის არის გაქვთ, მაგრამ კი ბატონო, რა თქმა უნდა ეს გახარიას პირადი პოზიციაა. გახარია ჩართული არის ყოველდღიურ ურთიერთობებში პარტიის შესაბამისად მას არავინ არ უგზალავს პოლიტიკურ საქმიანობას. ეს პასუხი თუ გაინტერესებთ, ეს მისი პირადი პოზიცია არის, რა თქმა უნდა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არის, როგორ რანაირად პარტია ფუნქციურია, პარტია აქტიურია, ამ პარტია ინსტიტუციურად მუშაობს. ზუსტად იმ პირობებში, რა პირობებშიც მაგალითად თეატრო ლუკიანის აქვს ნათქვამი, რომ მასზე გახარიაზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა. ეს ამაში არაფერი არ არის აქ დიდი საპრობლემო. ამიტომ არაფერი რაღაცა არც სასკანდალო არის ამაში და კი ბატონო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლევან გოგიჩაიშვილი გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ შემოგვიერთდებიან სტუმრები სტუდიაში. ერთ-ერთი ასე ვთქვათ აქტუალური განსახილველი თემა პოლიტიკაში შესაძლებელია გახდეს ის ასე ვთქვათ საკანონმდებლო ინიციატივა, ჯერ მხოლოდ აი ამ ფორმით არის წარმოდგენილი, როდესაც კრიმინალიზებული გახდება მაგალითად ადამიანების მხრიდან ქართული ოცნების ამა თუ იმ სახელმწიფო შტოს არაღიარება და არალეგიტიმურად გამოცხადება. ერთ-ერთი პირველი ვიზეც ქართულმა ოცნებამ ეს ღიად მიიტანა იერეში არის სალომე ზურაბიშვილი. პირდაპირ ითქვა რომ სალომე ზურაბიშვილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს, მაშინ როცა არ არის და დროშით დადისო და ამ შემთხვევაში ვოლსკის განცხადება იყო რომ ამ ორი ვარიანტი ანუ ორი გამოსავალია ან პასუხი მოსთხოვა ამისთვის როდესაც ჭირდება სწორედ საკანონმდებლო ცვლილებები ან მეორე საკითხია რომ ეს განსახილველად გადასცემ ფსიქიატრებს, თუმცა თუ ასეთი კანონი იქნება რეალურად მიღებული, ის შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილზე, არამედ ნებისმიერ ადამიანზე, ვინც მაგალითად საჯაროდ იტყვის, რომ არ აღიარებს პარლამენტს, არ აღიარებს პრემიერს, მის მიერ, ასე ვთქვათ, მთავრობის შემადგენლობას, მის მთავრობის კაბინეტს და პრეზიდენტს და მოკლედ ასე შემდეგ. ამასობაში გადაცემაში სტუმრები შემოგვიერთდნენ ნინო კვიტაიშვილი კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით თქვენთან დავიწყებ დებატების თემით საუბარს. თქვენ როგორც ვიცი, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე არ ვიცი, გთხოვთ რომ რაღაცაში დააზუსტოთ. არც ერთ თქვენს პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, აი გახარია საქართველოსგან განსხვავებით, შეთავაზება არ მიუღია, ქალბატონინო. ცით რა არის, როგორიც არ უნდა იყოს შეთავაზება, ასეთ არსებობის შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც
100-ზე მეტი პოლიტპატიმარია ქვეყანაში, როდესაც რეჟიმი ყოველდღიურად, ახლა ვესაუბრებოდი ზუსტად, რომ ისე სწრაფად ვრცელდება რაღაც ახალ-ახალი ინფორმაციები, რომ ვერ ვეწევით ხოლმე, ანუ პროპაგანდის მანქანა ისეა ჩართული, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ, რომ რეჟიმი ახალ-ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოველდღიურ ფორმატში უკვე გვაცნობს, იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მიტაცებულია სახელმწიფო, რაღაც თუნდაც მინიმალურ თუ მაქსიმალურ არ აქვს მნიშვნელობა შინაარსზე საუბარი, უბრალოდ ყოველგვარ აზრს მოკლებული პირობების, დაუშვათ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაიმე პირობა გააქვთ, წინაპირობა, რა შემთხვევაში თქვენ შეიძლება განიხილოთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება. თქვენ გადაცემა დაიწყეთ უკანასკნელი ინფორმაციით იმის შესახებ, რომ შესაძლოა იმ წინადადების გამო, რომელსაც ყოველი ჩვენგანი, ვინც ასე ვთვლით, ვიმეორებთ ყოველდღიურად, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ამისთვისაც კი სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს ჩვენ მიმართ, ხომ? ანუ ამ შემთხვევაში უკვე რა პირობებზე ვსაუბრობთ ჩვენ? ცხოვრობთ რეჟიმის პირობებში და რეჟიმებს ისევე როგორც ტერორისტებს არ ესაუბრებიან, არ ედებატებიან კონკრეტულ თუნდაც რეფორმის მიმართულებით, ხომ? იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ ყველაფერი ის, რასაც ახორციელებს რეჟიმი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მაქსიმალური კონტროლი თავის მოსახლეობაზე, მაქსიმალური წნეხის ქვეშ ყავდეს თითოეული მოქალაქე, მაგალითად მოათვინიეროს განათლების სისტემა, გაუხანგრძლივოს ყოფა პოლიტპატიმრებს ციხეში, ამ ფონზე უბრალოდ დებატებზე საუბარი ბუნებრივად არ აგონებულია. გიორგის მინდა იგივე თემაზე ვკითხო, სხვა შორის გრიგოლ გეგელიამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ კოდს ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე. ჩვენ რადგან საუბრობს, ალბათ გულისხმობს თანაპარტიელებსაც. თქვენი პოზიცია როგორია და კიდევ გამოთქვამთ თუ არა მზაობას, რომ რაღაცნაირად ედებატოთ ქართულ ოცნებას და როგორც გეგელიამ თქვა, ბეჭებზე დასცეთ, ან დაამარცხოთ. მოგესალმებით, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ირაკლი ყობახიძის განცხადება იყო უტიფრობის მწვერვალი, როდესაც მან გვამცნო, რომ დიახ, თურმე საჭირო ყოფილა საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნება. ანუ ამ წინადადებიდანვე ჩანს, რომ საჯარო დისკუსია არის გამქრალი, დებატები იგულისხმება ამ შემთხვევაში და ვინ გააქრო? მე გავაქრე? გააქრო თვითონ ქართულმა ოცნებამ. ჩვენი პარტია დაფუძნების დღიდან იწევდა დებატებში ქართულ ოცნებას. თავაზობდით მათ ყოველთვის მათივე ფორმატებით, მათსავე პროპაგანდისტულ არხებზე, ტელევიზიებში დებატებს ისინი ყოველთვის გაურბოდნენ ამას. მეცაც გეტყვით 2020 წელს ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივაც კი შევიტანეთ, რომ დებატები ყოფილიყო სავალდებულო, რა თქმა უნდა, ესეც თავზე ახლა ამ პოზიციაზე რჩებით? მოგახსენებთ. ეხლა, როდესაც ქართულ ოცნებას სურს რაღაცა პოპულისტური ხრიკებით შემოიტანოს დებატები ამ სივრცეში, ეს ცხადია არ გვინდა რომ მათ გავუადვილოთ. გავუადვილოთ რას ნიშნავს? ჩვენ ყოველთვის წლების განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღეც, რომ ჩვენი სპიკერები არ ყოფილიყვნენ მზად, რომ დიახ ბეჭებზე დავდოთ ნებისმიერ თემაზე ქართული ოცნება, რომელიც გაურბის ამას. ეხლა საჩვენებელი დებატები რო იყო იმ დღეს. ხო, აი ამ პირველი დებატების შემდეგაც თქვენი პოზიცია ასეთია, რომ თუ გეკნებათ, ასე ვთქვათ, მიპატიჟება, მიწვევა, თქვენ ნებისმიერ ფორმატში მიიღებთ მონაწილეობას? ნახეთ რა შეასაქმე ეს დებატები ჩვენ მიმართ შეთავაზებას რო არ იყო, უკვე არის იმისი დასტური, რომ მათ რეალურად არანაირი სურვილი არ აქვთ ჩვენთან დებატის. ანუ ერთი მხრივ ამბობენ, რომ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანიაო, მეორე მხრივ ძირითად პარტიებზე, სამ პარტიაზე, რომელსაც აქვს ამ ქვეყნის ძალიან დიდი უდიდესი ნაწილის, მაგრამ მათივე შედეგებითაც კი უმნიშვნელოვანესი ნაწილის მხარდაჭერა აკრძალოს აპირებენ როგორც დემოკრატიისთვის საშიშის. ხო, მაგრამ ეს პარტიები კატეგორიულ უარს აცხადებენ მათი მე ჩემ პარტიის პოზიციას, ჩემ პარტიის, არა, მე გეუბნებ თქვენ მზად ხართ მიუხედავად ამისა, მე არ მიპატიჟებიან, თქვენ მზად ხართ, რომ არაფერს არ ვიხვეწებით. არაფერს არ შევეხვეწებით, არც ერთ ტელევიზიას, არც ქართულ ოცნებას, თუმცა
ქართულმა ოცნებამ ჯერ თქვა რომ ვინცო ჩვენ არ გვაღიარებსო, კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებსო, მათთან რა უნდა ვიდებატოთო და მათ ლეგიტიმაციას რომ არ ვაღიარებთ, აი ეგ ტოლობის ნიშანი დასვეს, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღიარება და მათი ლეგიტიმაციის აღიარება თურმე ერთი და იგივე ყოფილა და დღეს კიდევ განაცხადეს რომ ესო სამართლებრივადაც უნდა განვამტკიცოთო. ესეთი რაღაცა ჩვენ გვახსოვს ისტორიიდანაც, როცა ლუი მე-14 ამბობდა რომ სახელმწიფო ეს მე ვარ, ამას აკეთებენ ისინიც. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის, პოლიტიკური პარტიის, ადამიანის არ კონსტიტუცია მონაწილეობა იმ არჩევნებში, რომელიც ეთახმებით? მე ფაქტებს ფაქტი არის რომ ჩვენ არ ვაღიარებთ კონსტიტუციურ წესრიგს? არა, ერთი წუთით. ქალბატონო. მათ თქვეს რომ ჩვენი აღიარებაო და კონსტიტუციური წესრიგის აღიარება ერთი და იგივეაო. რაც არის აბსურდი ჩვენი აზრით. სწორედ ამას ვსაუბრობ. მაშინ მოდი გავმიჯნოთ რა. უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ კი არ უნდა გავმიჯნოთ, ეს გამიჯნულია ისედაც. ჩვენი მისამართით დღენია და დღემდე ისმის ბრალდება, რომელიც ჯერ კიდევ ხელს უშლის თქვენს ასე ვთქვათ გაერთიანებას ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც ჟღერს ასე, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით თქვენ დაეხმარეთ ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციაში. თქვენი პასუხი და უარყოფა ამ ბრალდებისა ოპოზიციისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, ანუ რაიმე განსაკუთრებული ვთქვი, რაც თქვენ აქამდე არ მოგისმენიათ, ან ჩვენს მაყურებელს, არ ვიცი, ალბათ ქალბატონინო ამაში დამეთანხმდა. ქალბატონინო, რაშვაში ქალბატონინო ანალოგიური რაშვაში არის და არჩევნებში მონაწილეობის მიღება ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან. მოდი მას ვკითხოთ, აი ძალიან მაინტერესებს. კითხვამდე თქვით რომ საერთოდ კონსტიტუციურ წესრიგსაც არ აღიარებთო და მე ვთქვი რომ ლეგიტიმაციის აღიარება და კონსტიტუციური წესრიგის აღიარება ორი სხვადასხვა რამაა. აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. ამას ამბობს. ამას ეხლა დავასრულებ და ქალბატონინოც გვეთქვის. ეს ქართული ოცნება სვამს ამ ტოლობის ნიშანს. ყველას აქვს უფლება აღიაროს ან არ აღიაროს კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაცია. ეს ჯდება სრულიად კონსტიტუციურ უფლებებში და შეგახსენებთ, რა ვიცი, პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევას, ხო, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას, გაყალბებას და ასე შემდეგ სვამდა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო? ესე შეიძლება ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. არა დემოკრატიულები ამბობენ, რომ არა, ჩვენ და სახელმწიფო ვართ ერთი და იგივე. ის რომ მართლ პარტიასა და სახელმწიფო შორის ზღვარი წაშლილი იყო, ამაზე საუბრობდა დიდი ხანი ეუთოოდირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თავის ანგარიშებში, ამას უარყოფდა ქართული ოცნება და ახლა ამბობენ, რომ ვინც ჩვენ არ გვაღიარებს, კონსტიტუციურ წესრიგსაც არ აღიარებსო. ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი კონსტიტუციური წესრიგისა და ქართული ოცნება არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს. უბრალოდ ყველანაირად ძირს უთხრის მას. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური სივრციდან, მიიტაცეს საპარლამენტო არჩევნები, მიიტაცეს ძალაუფლება. შეცვალეს ქვეყნის კონსტიტუციით გამტკიცებული და ქართველი ხალხის მიერ არაერთხელ მათ შორის პლებისციტით დაფიქსირებული საგარეო კურსი. შესაბამისად, ჩვენ რომ კონსტიტუციურ წესრიგს ვაღიარებთ, ჩვენი პარტია მათ შორის რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ახლა არ უნდა გახდეს ალბათ იმ დაპირისპირების და განხეთქილების ვაშლის თემა დღეს, მაგრამ სწორედ ეს იყო ჩვენი განცხადებაც და ჩვენი ქმედების ახსნაც, რომ ჩვენ ყველა კონსტიტუციურ ფორმას ვიყენებთ. ისევე როგორც კონსტიტუციური საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ნებისმიერი და კონსტიტუციური რომ არ მიიღებენ ქართული ოცნების მიერ დანიშნულ არჩევნებში და გამართულ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ როცა თქვენ ამბობთ, რომ მუდმივად ემზადებით ამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ნებისმიერი კონსტიტუციური ბრძოლის ფორმით უნდა ვიბრძოლოთ. ქალბატონინოს მოსაზრება, რას ფიქრობთ ჯერ ერთი პოზიციაზე, რომელსაც ლელო აფიქსირებს საჯარო დებატებთან დაკავშირებით, არ თქვა თუ არა თქვენთვის ოპოზიციის ამგვარი ასე ვთქვათ დამოკიდებულება ასეთ პოლიტიკური დებატების მიმართ მისაღები და აი თქვენ როგორ მიჯნავთ ერთმანეთისგან კონსტიტუციური წესრიგის აღიარებას და ქართული ოცნების არ აღიარებას? მე ცოტა დავიბენ. ნახეთ, მოდით ასე ვთქვათ, ეს არის წმინდა პარტიული გადაწყვეტილებები, ან კოალიციური გადაწყვეტილებები დებატებთან მიმართებით. ამ შემთხვევაში მე გამოვხატე კონკრეტულად ჩემი და ასე ვთქვათ, პარტიის პოზიცია, რომელიც ვფიქრობ, რომ ახსენი, გასაგებია, რომ ადამიანებს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ვერც ეს და ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ იქცევა განხეთქილების ვაშლა ძალიან მარტივი მიზეზის გამო.
დღეს ლელოც ჩვენც ვამბობთ, რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ის, ვინც გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არის სწორედ ქართული ოცნება, რომელმაც ქართულ ხალხს წაართვა, ასე ვთქვათ, საარჩევნო ხმა პირდაპირი მნიშვნელობით, რომელმაც არათუ გააყალბა არჩევნები, ზოგადად მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ყოველდღიურად მატულობს, აი რასაც წინა კითხვისას ვამბობდი, წნეხი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და ტყუილად არ მოვყავს ახლა განათლების მაგალითი, ხომ? განკონსტიტუციურია ის, რაც ახლა განათლების რეფორმის სახით დაანონსდა და რა საკანონმდებლო ცვლილებებიც მიიღეს, ხო? ზოგადი განათლების თუ უმაღლესი განათლების კანონთან მიმართებით. კონსტიტუციაში ასევე ჩანაწერია, რომ უმაღლესი, ასე ვთქვათ, განათლების ავტონომიურობასთან დაკავშირებით. ანუ საერთოდ როგორ შეიძლება რეჟიმს ესაუბრო კონსტიტუციასთან მიმართებით და ამავდროულად გასათვალისწინებელია ძირითადი მიღწევები, რაც იყო ჩვენ საერთო ბრძოლაში. ეს არის არაღიარება, რომელიც ფაქტია აწუხებთ და სწორედ ამ ლეგიტიმაციის სურვილი შინ თუ გარეთ აშკარად ეტყობათ და მეორე ამ ლეგიტიმაცია მოდი რა ვცდა არაღიარება როგორ იქნება ასე ვთქვათ სრულყოფილად მიღწეული, როდესაც თქვენ არ ამბობთ, რომ მათ შორის არაღიარების ნაწილია, როდესაც შენ არ შედიხარ პოლიტიკურ დებატებში ქართულ ოცნებასთან და ლელო ამბობს, რომ უნდა შეხვიდე და საკუთარ მოედანზეც უნდა დაამარცხო და მათ აუდიტორიასაც უნდა ელაპარაკო, თუნდაც აი ამ ფორმატის საშუალებით. ჩვენ შეიძლება გქონდეს საერთო მიზანი და მიზნისკენ მისასვლელი გზები და სტრატეგია წარმოგვედგინოს სხვადასხვაგვარად. არ არის საერთო და მნიშვნელოვანი მიზანი? ამ საკითხზეც კი ჩვენ გაგოჩნია იმდენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ორივე გუნდს და ზოგადად პროდასალურ მხარეს, რომ ერთმანეთთან ამ საკითხზეც კი გავმართოთ კონსულტაციები, როცა ასეთ შემოთავაზებები იარსებებს. ანუ კონსულტაციები გამართოთ არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმებას მიაღწიოთ. რა თქმა უნდა, მასე აპრიორი შეიძლება ვერაფერს ვერ მიაღწიონ ადამიანებმა შეთანხმება, მაგრამ მე მიზანი ქართული ოცნების დამარცხებას ეს არაზიანებს განსხვავებული პოზიციები, აი მათ შორის არაღიარების საკითხთან დაკავშირებით, არჩევნებში μονაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. აი ეს გვინდა რომ გაგვაგებინოთ ეს ხომ არ არის ახლა მხოლოდ რაღაცა დახურული კულუარული შეხვედრების განხილვის საგანი. ეს აინტერესებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც, რომ რატომ ვერ ხერხდება ჯერ კიდევ შეთანხმება ოპოზიციურ ძალებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათ რეალურად ერთნაირი საჯაროდ გამოხატული პოზიცია აქვს და მიზანი. რას თვლის ის, ვინც კითხვას სვამს შეთანხმებაში? ეს არის საკრიტიკული დავასრულებ თუ შეიძლება. მე ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი და ამ მიზანში ვართ შეთანხმებული. მე ასევე ვთქვი, რომ ამ მიზნისთვის, უბრალოდ ახლა ვამბობ, რომ ამ მიზნისთვის ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართლიანი და დემოკრატიული გარემო არჩევნების ჩასატარებლად და იმისთვის, რომ საზოგადოება ქართულმა ხალხმა უნდა აღიაროს ის ლეგიტიმურად. დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ მიიჩნევს ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად, არ მიიჩნევს მრავალ მიზეზთა გამო, ხო? ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიჩნევს. ქალბატონო ემა, ამ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია ჩვენ გვაერთიანებდეს მიზანი სტრატეგიაზე, მოქმედების გეგმაზე და სხვა ყოველდღიურ აქტივობებზე, თუნდაც ყოველთვის შეიძლება ერთმანეთთან აზრის შეჯერება, კონსულტაციების გავლა და საერთო შეთანხმებამდე მისვლა. ხო, მაგრამ რაღაც აი საერთო შეთანხმებამდე მისვლა, სწორედ ამას გულისხმობ. ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთო მიზანი გააქვთ, მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებით გამართოთ კონსულტაციები, ხო გიორგისთან გადავალ, საერთო შეთანხმების მიღწევა მაინც რატომღაც ვერ ხერხდება. აი მოდი ვიტყვი მაშინ იმ ინფორმაციას, რომელიც აი ამ ერთობასთან თუ თანხმობის დოკუმენტთან, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთობაც კი ზოგს აფრთხობს ხოლმე პოლიტიკაში. თანხმობის დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენ გვაქვს და თუ დამეხმარებით ამ ინფორმაციის დაზუსტებაში ძალიან დამავალებთ, არის ასეთი, რომ თანხმობის დოკუმენტი პრინციპების დონეზე ფაქტობრივად მზად არის. კოალიცია ცვლილებები ელოდება ნიკა გვარამიას გათავისუფლებას 12 თებერვალს, თუ კი 10-ში სასამართლოზე რაიმე სხვა
ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება არ იქნება კიდევ მიღებული და მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიას ხელმოწერა ექნება ამ დოკუმენტს, უკვე გახდება ცნობილი მამუკა ხაზარაძის პასუხიც. არის თუ არა ამ ეტაპამდე უკვე ასეთი მოცემულობა არის თუ არა მოლაპარაკების პროცესში? ხო, კოალიცია ცვლილებისთვის რას ელოდება შეგიძლიათ ქალბატონ ნინოს აუცილებლად კითხოთ, მაგრამ კი ბატონო. ზოგადად ჩვენი პოზიცია არის ერთი, რომ მნიშვნელოვანია რეჟიმის დასამარცხებლად ეროვნულმა პროდასავლურმა ძალებმა. მე არ გულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ, მივმართოთ რეჟიმის წინააღმდეგ და ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე კონსულტაციები იყო, არის ახლაც, გაგრძელდება მომავალშიც. კონკრეტულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ მე ახლა ვერაფერს მოგახსენებთ, იმიტომ რომ ასეთი რამ საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს რაღაც ან არასწორი მოლოდინის შექმნის საფუძველი, ან თვითონ თქვენ ბრძანეთ, რომ სიტყვა ერთიანობა აფრთხობსო ზოგსო, ერთიანობა კი არ აფრთხობს და ერთობა, თვითონ სიტყვა ერთობას არა ერთგვაროვნად აღიქვამს საზოგადოება. და როგორც აღმოჩნდა პოლიტიკური წრეებიც, ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ეს ნიშნავს რაღაც ინსტიტუციურ ერთობას, ანუ შერწყმას პარტიების, სხვა პოლიტიკური ძალები ამას ასე არ უყურებენ, ჩვენც არ უყურებთ ასე, რომ რაღაცა ქოლგა, ფორმატი, მით უმეტეს პარტიული შერწყმა უნდა იყოს დღის წესრიგში, საერთო სიაწყი გაჟღერდა, მაშინ როდესაც საერთოდ არ ვართ ახლა საარჩევნო ციკლში, ჩვენ ბრძოლის და წინააღმდეგობის სულ სხვა ეტაპსა და მოცემულობაზე ვართ. ჩვენი პარტიის ამოცანა ყოველთვის იყო ბუნებრივია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ქვეყანაში ევროპული დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენ ახლა ვებრძვით რეჟიმს და ბუნებრივია მნიშვნელოვანი არის ეროვნული პროდასავლური ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაც მათ შორის. ანუ ერთგვარი ასე ვთქვათ, შეთანხმებაც იქნება გაძლიერების წინაპირობა. ერთიანი დოკუმენტი იქნება ეს თუ არ იქნება დოკუმენტი. ჩვენ მომავალშიც კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე ყოველთვის გვექნება კონსულტაციები, თუმცა ჩვენი კონსულტაციები ხომ არ შეიძლება რაღაცა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს და აი მუდმივად ოპოზიცია იყოს კონსულტაციების რეჟიმში. ოპოზიცია მუდმივად უნდა იყოს კონსულტაციების რეჟიმში, ბუნებრივია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე. იგივე საკითხთან დაკავშირებით, ანუ მუდმივად იყო კონსულტაციების რეჟიმში და რაღაცა შეთანხმებას ან ვერ აღწევ. ანუ ხომ არის საუბარი ერთიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, ხომ? ამ შემთხვევაში. სხვადასხვა დროს გვაქვს სხვადასხვა გამოწვევები და მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს თანამშრომლობის ან არ თანამშრომლობის გამოცდილებაც, ხო? გასულ წელს მანამდე ზოგადი როგორ არის 24 წლის არჩევნების შემდეგ გახსოვთ თქვენ, ხო? იყო ქართული ქარტია, იყო სალომე ზურაბიშვილის ფორმატი, იყო ალტერნატიული პარლამენტი პირობითი სახელით ჩვენი ინიციატივა, სადაც გახსოვთ ქორთიარდ მარიოჩის ცნობილი შემთხვევა ტიტუშკები რომ მოგვისია ქართულმა ოცნებამ, საერთაშორისო ველზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობა, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვია და დღევანდელი სტატუს კვო რომ ქართული ოცნება არალეგიტიმურად არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ აღიარებული, სწორედ ამის შედეგი და დამსახურებაცაა, ხო? იყო სხვა პერიოდი, როდესაც 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა გახდა ოპოზიციური ფლანგის ფრაგმენტაციის საფუძველიც, ხო? ეს ასე ხდება, ეს არის მოცემულობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი მზაობა არის ის, რომ კონკრეტული გამოწვევებიდან გამომდინარე დროის კონკრეტულ მონაკვეთში და ეს ესე ხდება ყოველთვის, ხო? ეს ხო ის ქორწინება არ არის, რომ რაღაცა ჯვარი დაიწერონ პოლიტიკურმა პარტიებმა და შემდეგ მუდმივად ერთად იყვნენ. არის კონსულტაციები გაგრძელდება. უფრო მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების საზოგადოება, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგაა უდიდესი ნაწილით, არის აგრეთვე ძალიან ეკლექტური სხვადასხვა გემოვნების, ხო? ესე იყო 2024 წლის არჩევნებამდეც, როდესაც ჩვენ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი შევქმნით და ეს სწორი გზა იყო, ასე არის ეხლაც. როგორც იქნება უკეთესი გზა და თანხwebdriver ვინაიდან ჩვენ გვაქვს და იმის გაგება რომ ვართ პროდასავლური ეროვნული პოლიტიკური ძალები,
იმ გზებს ავირჩევთ, რომელიც არის მნიშვნელოვანი. სადაც იქნება გადაკვეთის წერტილები, იქ გვექნება გადაკვეთის წერტილი. სადაც არის რაღაც პარტიული და პარტიული იდენტობის შენარჩუნება, მე ვფიქრობ, რომ ქალბატონ ნინოს პოლიტიკურ კოალიციაშიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები უნდა არსებობდეს. ისინი გვიპირებენ ახლა აკრძალვას. ისიც არ ვიცით რა მოხდება, ხო? შესაბამისად განსაკუთრებით რეჟიმის ცვლილების შემდეგ პოლიტიკური პარტიების შორის თუ არ იქნება არც არანაირი სხვაობა და პოლიტიკური პარტიები ინსტიტუციურად აღარ იარსებებს და ფუნქციურად აღარ იარსებებს, ხო? მაშინ ჩვენ იმ გარდამავალ პერიოდსაც ვერ გავივლით. ამიტომ, სადაც პარტიული საკითხებია, იმ პარტიულ საკითხებს ჩვენ აუცილებლად გავყვებით, სადაც არის საკითხები რეჟიმთან წინააღმდეგობაზე, კოორდინაციაზე, აქ გვექნება კონსულტაციები, შეიძლება უფრო კონკრეტული რაღაც მოხდეს მომავალში, შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ორი გზა ორივე ურტყამს რეჟიმს და სადღაც საერთო წერტილში თავს იხდეს. კარგი, ქალბატონო, თქვენ საინტერესოა, ანუ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ქალბატონინოს კითხავ და გეკითხებით, არსებობს თუ არა რეალურად ასეთი მოლოდინი, რომ მოდი დაველოდოთ გვარამიას გათავისუფლებას და შემდეგ დავუშვათ ჩვენი ხელმოწერით დავადასტუროთ თანხმობა, თანხმობის დოკუმენტზე და აქვე გკითხავთ, ან თქვენც ასე მიგაჩნიათ, რომ თუ რაღაცა უფრო დიდი დროით არის საჭირო კონსულტაციები და იყოს კონსულტაციების ფორმატი და სადაც იქნება და რა საკითხშიც იქნება შეთანხმება, იმ საკითხში შევთანხმდეთ, მერე გავიყოთ, მერე ისევ შევთანხმდეთ, მერე ისევ გავიყოთ და ასე შემდეგ. ჩვენ კოალიციას ყავს 4 ლიდერი და პარტიას ახალს მოგეხსენებათ ყავს 2 თანათავმჯდომარე. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის თანაბარი ჩართულობა პროცესებში და მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოლიტიკურ ტყვეობაში არიან, 3 მათგანი ნიკას გათავისუფლებას მართლაც 12-ში ველით, გააჩნია 10-ში როგორ განვითარდება პროცესები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც გუნდი მოკლებული ვართ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და აუცილებლად, ასე ვთქვათ, ვერტიკალზე დამოკიდებული გუნდი ვართ. ეს არის თანაბარი ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში, სადაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ პოლიტიკური ლიდერების აზრს და მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, ხა რაც ჩვენი მეგობარი საუბრობდა ამ მიმართულებით შეთანხმების ნაწილში, რომ დიახ, ჩვენ ვიყავით კონსულტაციებში, ვართ და ვიქნებით, იმიტომ რომ ზოგადად ერთმანეთთან პროდასავლური ძალები უნდა იყვნენ მოქმედებაში შეთანხმებული, მინიმუმ, ასე ვთქვათ, თანამშრომლობისთვის, რაც არის საჭირო ისი გაღებაც, მე მგონი, რომ ამ მიმართულებით არც ერთ გუნდს არ აქვს პოლიტიკური უწიფრობა და მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება. კონსულტაციების ფინალი არის ლოგიკური ფინალი არის შეთანხმება. ანუ გააქვთ უკვე მიღწეული შეთანხმება გარკვეულ მოქმედებასთან დაკავშირებით. აი ვეძებდი თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს, სადაც დეტალურად საუბრობდა, რაზე უნდა მოხდეს შეთანხმება დემოკრატიულ პარტიებს შორის. მეტიც იმისათვის, რომ საზოგადოების დაკვეთას ვპასუხოთ, დემოკრატიულმა პარტიებმა შევიმუშავეთ. წერს ჩერგოლეიშვილი. გამარჯვების საერთო სტრატეგია. მონაწილე პარტიების ქცევის დემოკრატიული წესები, შეთანხმების პროცესი თითქმის ბოლოშია გასული. პრინციპი ისევ ერთია, რაზეც ვთანხმდებით, აი ესა, რაზეც ვერ ვთანხმდებით, დამოუკიდებლად მოქმედებთ და არა ერთობის სახელით ერთმანეთს არაფერს ვაძალებთ და თანასწორ პარტიებად განვიხილავთ. შეთანხმება ღია ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალისთვის, ვისაც რეალურად სურს ერთობა ავტოკრატიის დასამარცხებლად. ოღონდ ამისთვის სტრატეგია უნდა გაიზიაროს და დაიცვას, ყველამ, ანუ ვინც ამ ასე ვთქვათ, ერთობაში იქნება. დანაჩანგლი ჭამა ისწავლოს წესიერად მოიქცეს, შეიგნოს, რომ დემოკრატიის წესრიგშია პატივისცემს წესებს და შეეგუოს, რომ არავის მეტი არაა და მისი ახირებები ყველას ფეხებზე კიდია და ასე შემდეგ. ანუ რაზე საუბრობს მაშინ ჩერგოლეიშვილი? არის ეს წესები შემუშავებული? თუ არ არის შემუშავებული? სავარაუდოდ ის საუბრობს იმაზე, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ ერთობა არის ერთადერთი ალტერნატივა, ზოგადად მიზანში ერთობა არის ერთადერთი ალტერნატივა რეჟიმის დასამარცხებლად და ჩვენც აქვე ვთქვით, რომ სხვადასხვა სტრატეგიით და სხვადასხვა მოქმედებით შესაძლოა ამ ეტაპზე მიგვაჩნდეს, რომ შეიძლება მიზნის მიღწევა, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ,
ეს არ არის ცრუ ოპტიმიზმი, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, ტყუილად არ ვახსენე პოლიტიკური უმწიფრობა, ანუ პოლიტიკური უმწიფრობა იქნება დღეს, რომელიმე პროდასავლური ძალა ვერ ხვდებოდეს, რომ რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ერთობის დემონსტრირებით და არა მხოლოდ დემონსტრირებით. დიახ, შეთანხმებით. იქნება ეს დაუშვათ წერილობითი, ზეპირი, სტრატეგიის ამ პუნქტზე, იმ პუნქტზე განსხვავებული აზრით თუ როგორი სახით, ესეც საზოგადოებისთვის სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უკვე ცნობილი იქნება. სხვა შორის ამ პოსტში ის წერდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოკლედ მოქმედებით თვითონ ისედაც შეთანხმებულათო ვფიქრობ აი ამ ოპოზიციურ ვიანზე საუბრობს, არც ერთი არასაჯარო და საჯარო უსიამოვნება, ყველა საკამათო საკითხი გადაწყდა ერთმანეთთან კომუნიკაციით, ორი ვითომ პარტია, ვინც თანამშრომლობას გვირევდა და ძალისხმევას წყალში გვიყრიდა, არის ხაზარაძის ლელო, რომელმაც არც საკუთარ ამ მომრჩეველს მოусმინა, არც პარტნიორებს და ივანიშვილის ფარსის ლეგიტიმაციას სცადა ოპოზიციის ლიდერობის დასათრევად. ну, კიდევ გრძელდება და მეორე არის ნახსენები ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ბოიკოტის კამპანიაში ჩვენთან ერთად იყო, მანამ სანამ ჩერგოლეიშვილის გარიცხვას მოინდომებდა და თავად გაირიცხებოდაო. აი საინტერესოა ეს გარკვეული, ასე ვთქვათ, უსიამოვნება პარტიებს შორის გაირკვა? ეხლა რა ეტაპზე ვართ? ვისთან? ჩვენ არანაირი ოპოზიციურ ვიანთან. ოპოზიციურ ვიანთან, არ ვიცი, ოპოზიციურ ვიანზე საუბრობთ და მის საერთო პოზიციაზე თუ კონკრეტული ერთი პოლიტიკოსის სტატუსი წაიკითხეთ თქვენ და ხო, განსხვავდება ოპოზიციური რვიანის აი ეს პოზიცია ხაზარაძის ლელოსთან დაკავშირებით ოპოზიციური რვიანის შეხედულებებისგან. თამარის პოზიციაზე და მის გამოხატულაზე უბრალოდ ამ შემთხვევაში შესაძლოა რამე ინფორმაციის ნაკლებობით ან უბრალოდ მისი კონკრეტული პოზიცია იყოს და არა დაუშვათ პარტიის ან თქვენ ყოველ შემთხვევაში ასეთ დამოკიდებულება ოპოზიციური რვიანისგან არ შეგხვედრიათ. არა. ანუ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყველაზე დაძაბული ველი იყო 4 ოქტომბრის არჩევნებამდე, მაშინაც კი არ ვფიქრობდით, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა ყოფილიყო რაღაცა კონფრონტაცია, ვინაიდან მაშინაც მიგვაჩნდა, ახლაც მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ფოკუსი ჩვენ უნდა გავასწოროთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნინო კვიტაიშვილს, გიორგი სიორიძეს უსმენდით. რეკლამის შემდეგ ეკა ბესელია და ვახტანგ ძაბირაძე შემოგვერთდებიან. მაშინ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დროული ინიციატივა კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება. ეს განცხადება გააკეთა დღეს ირაკლი კობახიძემ, როდესაც გამოეხმაურა საპარლამენტო ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ სხვას. მოკლედ ქართულ ოცნებაში არც მალავენ, რომ თუ კი იქნება, ასე ვთქვათ, თანხმობა პარლამენტის და ამ თანხმობის მოპოვებას რომ დიდი ძალისხმევა არ ჭირდება, ეს ნებისმიერს მოეხსენება. მოკლედ ეს საკანონმდებლო ინიციატივა მოკლედ დროში შეიძლება უკვე კანონად იქცეს. ეკა ბესელია მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქართული ოცნება არც მალავს, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზით შეიძლება ეს ინიციატივა კანონად ქცევის შემთხვევაში გავრცელდეს, არის სალომე ზურაბიშვილი, რადგან ის თავს ისევ პრეზიდენტად მიიჩნევს, რაღაცა საკუთარი შტანდარტი შემოაქვს და რეალურად ამისთვის პასუხი უნდა აგოს. პირდაპირ კითხავთ, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა დააკავონ სალომე ზურაბიშვილი მისი აი ამ პოლიტიკური საჯარო პოზიციისთვის? საღამომშვიდობის, მოგესალმებით ქალბატონოება, მივესალმები მაყურებელს.
მიუხედავად არსებული სრულიად არანორმალური პოლიტიკური ვითარებისა, მე მაინც არ ვფიქრობ, რომ მათ ეყოფათ ახლა ამის გამბედაობა, რაც სულ დიდი ხანია, რომ დაკავება და დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ იმის გამო, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს თავის ლეგიტიმაცია და ლეგიტიმაციის სამართლებრივი არსი უნდა იცოდნენ, როცა ამას საუბრობენ, რომ მოყვება აქვს და მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, რასაც დიდი ხანია ამჟღავნებენ. უნდათ, რომ გარკვეული რეპრესიები პირდაპირ განახორციელონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ ამას ახლა არ ვიცი, არ ვფიქრობ, რომ ამას შეძლებენ, მაგრამ მეორე მხრივ სახიფათო არის მიდგომა, რა მიდგომასაც გვაჩვევენ. ფაქტიურად ლეგიტიმაციას თავად ცდილობენ, რომ ლეგიტიმაცია მოგვახვიონ თავს არსებული უსამართლო სისტემის, აბსოლუტურად მიუღებელი კანონების, გამოხატვის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვის. ლეგიტიმურს ხდიან გაუნათლებლობას, უღირსობას და უკულტურობას, აი ყველაფერს რაღაცნაირად საზოგადოებას აჩვევენ ის, რაც არის მიუღებელი და რასაც ხალხონეკა, რატომ ვერ შეძლებენ? ანუ რომ აი წარმოვიდგინოთ, ხომ? რაღაცნაირად დროს გავუსწროთ წინ, მით უმეტეს ამის პროგნოზირების ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რაც ჩაიფიქრა ქართულმა ოცნებამ, როგორ აბსურდადაც არ უნდა რა ვიცი, წარმოგვედგინა, ამის განხორციელებაც შეძლო, რა ვიცი, ვერავინ წარმოედგენდა 1 წლის წინ, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის რაღაცა მოუძებნდნენ სამართლებრივ საფუძველს და ამ ადამიანებს გადაიყვანდნენ რამდენიმე დღით, მაგალითად საპატიმროში. ან რომ წარმოვიდგინოთ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ხელისუფლების საჯაროდ არალეგიტიმურად ცნობისთვის, ხომ? რატომ ვერ დააკავებენ სალომე რატომ ვერ მოდი ასე ვთქვათ, რატომ ვერ დააკისრებენ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას? ახლა წინა შემთხვევაში, როდესაც მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებდნენ, მაშინ სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს იცავდა საპრეზიდენტო იმუნიტეტი. ახლა რა შეაჩერებს ქართულ ოცნებას? მაშინ ესე დავსვათ საკითხი, რომ მათგან ყველაფერი უნდა დაუშვათ და მე მგონი გაიოლდება საქმე. მაშინ დაველოდოთ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ აი შორს წავალთ ამ ფანტაზიების რაღაცა ინტერპრეტირებით და ამ დაშვებებით. ნუ მაშინ მოკლე შეჯამება არის ეს, რაც ეს თქვენ ახლა საუბრობდით და რაც სრულიად ლოგიკურია, ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინო და ანუ ფანტასტიკის სფეროა ის, რაზეც ახლა საუბრობთ, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. მე ხო ახლა ჩვენ ხო მომავლის წინასწარმეტყველება ამ დონეზე არ შეგვიძლია. მე რაც ვკითხეთ, ჩემი ესე ვთქვათ ინტუიციით გითხარით ის, რასაც ვფიქრობ და თუ იმ ლოგიკას ვავითარებთ, რომ არიკადრებენ და არიზამენ რამეს, მაშინ მაგ ლოგიკით გიპასუხებთ, რომ არაფერი არ გამოვრიცხოთ და დაველოდოთ მერე რას იზამენ, იმიტომ რომ ანუ გაჩნდება თუ არა ანუ არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში გაჩნდება თუ არა სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლებელია დადგეს ყველა იმ პირის შემთხვევაში, მაგალითად ოპოზიციის შემთხვევაში, რომელიც არ ცნობს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ჟურნალისტის შემთხვევაში, რომელიც ეგრეთ წოდებულ მთავრობად მოიხსენიებს და ქართული ოცნების პრეზიდენტს უწოდებს მიხეილ ყაველაშვილს. ანუ შესაძლებელია მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ, აი თქვენ როგორც იურისტს გეკითხებით. არა, აი როგორც იურისტი პასუხობთ ქალბატონო იმა, რომ არ შეიძლება და რატომ არ შეიძლება. ეხლა ამაც არ ვიცი, ამ არანორმალურ შლეგიდიას თუ ჩაწერენ რომელიმე ნორმაში, ის ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი კანონი, ხო? კონსტიტუცია ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებების შესახებ ამბობს, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება არის აღიარებული და დაცული. აი ეს რაზე ჩვენ საუბრობთ, რომ უწოდებთ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, არ არის და ამ შემდეგ და ამას გავიმეორებ, რამდენიც არ უნდა წერონ და იკითხონ. მეც გავიმეორებ და
ბევრი ადამიანი ალბათ ამას გაიმეორებს, რომ არ არიან ლეგიტიმურები. უფრო მაღალი კანონი, კონსტიტუცია და შემდეგ კონვენციები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ეხლა ქვედამდგომი, ანუ იერარქიით ქვევით მყოფი კანონი, რომელსაც ეხლა ჭრიან, კერავენ, საოცრებებს აკეთებენ, თუ ამას ამ სიგიჟეს ნორმად აქცევს, ის მაინც იქნება უკანონო. ამიტომ მე მაგალითად გავაგრძელებ იგივე ლექსიკონით საუბარ შეფასების ნაწილში, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება არის უფრო მაღალი სტანდარტით დაცული. მე კი ხედავ, რომ აი ეხლა რა კანონებსაც პარლამენტი იღებს და არა მარტო მე, ბევრი ადამიანი, ვინც ამას აფასებს, ხედავს, რომ ეს აი არანორმალური რაღაცა სიგიჟის ზღვარზე გადის უკვე, მაგრამ სულ ვცდილობთ ამის მიუხედავად, მათ შორის ის მოქალაქეები, რომლებიც ამას აპროტესტებენ, რომ უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის და კონვენციური უფლების საფუძველზე გააგრძელონ ამ უფლებების რეალიზება. აი მაგალითად, ქუჩაში ხო მაინც იკრიბება ხალხი, იქ ტროტუარზე ხო მაინც განან ადამიანები, ანუ გარკვეული ჯგუფი ადამიანების ამას მაინც ეწინააღმდეგება. ისევე გაგრძელდება ეს მომავალშიც, ეხლა კიდევ უფრო მძიმე იქნება ლექსიკონის გაკონტროლება, თუმცა Facebook სტატუსების გამო კი ვხედავთ უკვე პრეცედენტებს და აჯარიმებს, ნუ ეს წარმოუდგენელი ამბავია საერთოდ, მაგრამ ლექსიკონი აკონტროლონ ეხლა, ვინ როგორ მეტყველებს და როგორ აალაგებს ფრაზებს, ნუ გააგრძელონ მაშინ ამ სიგიჟეების კეთება და აი ნახოთ სადამდე მივლენ. კონსტიტუციური წესრიგი, სწორედ კონსტიტუცია მოყავს საბაბად ირაკლი კობახიძეს აი ამ ინიციატივაზე, როდესაც საუბრობს, ის ამბობს, რომ სწორედ კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება. ეს როგორ ითარგმნება ეხლა ჩვენ სენაზე, რომ ეს კონსტიტუციაში კი არ წერია, რა თქმა უნდა, ასე რომ ეს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციურ წესრიგს არყობს, არა, ეს არ წერია და არც არსად არ წერია, არც ერთ დედამიწაზე, არც ერთ კონსტიტუციაში. ალბათ მაშინ რა ვიცი, რუსეთსაც კი არა აქვს ალბათ ეს ჩანაწერი ასეთი ფორმით, მაგრამ რასაც კობახიძე ამბობს, არის შემდეგნაირად ასე ითარგმნება. ჩვენ გვაღიზიანებს და ნერვები გვეშლება, რომ ადამიანები არ გცნობენ, ჩვენი მოქალაქეები, რომ წინააღმდეგობას გვიწევენ. ეს არის გამაღიზიანებელი და ეხლა აი ამ ყველაფრის იურიდიული ფორმულირება უნდათ რომ კანონში ასე ჩაწერონ. ნუ აი არ ვიცი, მართლა მეღიმება უკვე, იმიტომ რომ სერიოზული აღქმა აი ამ ყველაფრის რაც ხდება არის წარმოუდგენელი. შალვა პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და რაღაცნაირად შედარება გააკეთა სალომე ზურაბიშვილსა და ექსტრემისტულ მოძრაობას შორის გერმანიაში. მან თქვა, რომ გერმანიაში ადამიანი ამბობდა, რომ იყო მეფე და ჩვენ გვყავს ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტია. და ჩვენ გვყავს ქალბატონ სალომეს აქვს ეს პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია არის ნდობა. ლეგიტიმაცია არის მათ შორის იურიდიული პროცედურების კანონიერად და სრულად დაცვით განხორციელებული ქმედების და შემდეგ ამ ყველაფერს უნდა ავსებდეს საზოგადოების ნდობა, ეს პროცესი. არც ერთი და არც მეორე არ აქვთ მათ. და რა მაგალითიც არ უნდა მოიყვანოს. ყველა მაგალითი მეტყველებს საპირისპიროზე მათთვის. არც პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია. პარლამენტი რო დაირქვა, ეს ხო არ არის მთავარი. პარლამენტის არჩევნები თუ გაყალბებულია და თუ მას ხალხი არ ენდობა, როგორ აქვს მას ლეგიტიმაცია? ლეგიტიმაცია ხო ნდობაა. და შენ მიუყვდები ადამიანებს გინდა თუ არა მენდე. აი ემა თქვენ რო გითხრათ ეხლა კობახიძემ რომ თუ არ მენდობი დაგჟი. შეიძლება ნდობა კანონით მოიპოვო? ანუ კანონის ჩანაწერით მოიპოვო, ნდობა ხო პროცესში მოპოვებადი, ძალიან მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა და ამაზე დგას სახელმწიფო. მაგრამ ეს როგორ შეიძლება იძულების წესით მოითხოვო? ეს უნდა დაიმსახურო. აი წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, მან ისე დააპატარავა, ისე შეურაცხყო, ისე დაამცრო კონსტიტუცია, არავინ სამართალს ესე არ მოქცევია ჩვენ ქვეყანაში, აი არც ერთი
ავიცი დაბრალებული სტატუსის მქონე ადამიანი, როგორც ის ექცევა სამართალს. სამართალს, რომელიც არის უნივერსალური მოვლენა და რომლითაც ყველაფერი ფასდება და იზომება. აი ჩვენ სამართალში გვაქვს ესე ტერმინი ლეგიმეტრიას უწოდებთ, ეს მან ალბათ არის ის შორს ამ ფენომენისგან, მაგრამ ეს არის სამართალმზომელობა, ანუ ყველაფერი რაც ხდება ბუნებაში, უნდა გაიზომოს სამართლი და გაიზომოს თავისი სტანდარტებით, ანუ ფაქტები არ უნდა დაამახინჯო და მხოლოდ კანონი უნდა მიუსადაგო. ამას აქვს თავისი ბუნებრივი ტექნიკაც, აი რასაც ის აკეთებს ახლა არის რა, იცი ყველაფერი რაც მათ ძალაუფლების ფლობის პროცესში დისკომფორტს უქმნით, ყველაფერს წერენ კანონში. მე გვითვლიან რამდენჯერ ვსუნთქავთ, არის ჩასული და ამოსუნთქვა. აი ასეთ კომიკურობამდე დავიდა უკვე საკანონმდებლო პროცესი. დღეს გახდა ცნობილი, რომ სახალხო დამცველი იმყოფებოდა რუსთავის ნომერ 12 საპატიმრო დაწესებულებაში და მოინახულა მოკლედ ლევან იოსელიანმა, ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხელ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი. როგორც აღმოჩნდა, პატიმარ პოლიტიკოსებს ბევრი ყოფითი პრობლემა აქვს ციხეში და ამ პრობლემების ერთგვარად არ ვიცი მოგვარება ან ციხის ადმინისტრაციასთან შუამდგომლობაც კი სთხოვეს სახალხო დამცველს. მე მახსოვს თქვენი ბოლო მონაწილეობისას გადაცემაში თქვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ თუ კი ირაკლი ღარიბაშვილს ექნებოდა ამის სურვილი, თქვენ მზად იყავით ის საპატიმროში მოგენახულებინათ. თქვენს ამ საჯარო განცხადებას, მზაობას ხომ არ მოჰყოლია ყოფილი პრემიერისგან რაიმე გამოხმაურება? კი მახსოვს და ძალაშიც არის უბრალოდ მისი ადვოკატი შემომეხმიან ახლა ამ დღეებში და ჩემი შულის ისტორიის და ამ რთული დღეების გამო უბრალოდ არა შემომეხმენა სოლიდარობისთვის და მე უთხარი კიდევაც რომ აპირებ მონახულებას როგორც კი შევძლებ ახლა ამ დღეებში მოკლე პერიოდში ვერა, მაგრამ როგორც კი შევძლებ თვითონაც გადასცემს და შემდეგ დავგეგმავ და ვნახოთ. მე თუ არ ვწდები თქვენს ვაჟს 5 დღიანი პატიმრობა აქვს ხო? დღეს ღამე გათავისუფლდება. დღეს ღამე გათავისუფლდება. მარნეულში ყავთ გადაყვანილი და იქიდან წამოვიყვან დღეს ღამე, დიახ. ხო, ვიცი რომ აპირებთ სამართლებრივ ბრძოლას. აუცილებლად. მისი უფლებების დასაცავად თუ სტრასბურგამდე მისვლაც რომ დაგჭირდეთ. კი, რა თქმა უნდა, უკვე ვამზადებ ამ საქმეს სტრასბურგისა და მესუფლებათა სასამართლოსთვის, იმიტომ რომ სააპელაციო სასამართლო რომ არც შეცვლიდა ამ გადაწყვეტილებას ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ დაკავების კანონიერებას, ძალადობის ფაქტებს, ცემის ფაქტს და იმ უკანონო ქმედებებს, რაც სიცხლის სამართლის წესით არის დასჯადი, აქაც გავაგრძელებ, პროკურატურაშიც უკვე შევიტანე, გულშინ გავაგზავნე გამოძიების დაწყების მოთხოვნით იმ პოლიციელების მიმართ, ვინ ძალადობდა. სხვა შორის ამ დრომდე არ მოუწია იზოლატორს დაზიანებების დამადასტურებელი შემოწმების აქტი. ხა რაც არ უნდა მალონ, რაც არ უნდა მალონ, არანაირ არა აქვს ამას ის დოკუმენტირება ამ ყველაფრის მაინც მექნება ხელთ და მათივე დანაშაულს ადასტურებს ის რომ ალავენ ამ ყველაფერს. და ბუნებრივია მათ შორის სამართლებრივ დავას გავაგრძელებ ევროპულ სასამართლოში. თქვენ პირადად დაიცავთ მის უფლებებს, იმიტომ რომ რამდენიმე ადვოკატია ჩართული ამ საქმეში, ამიტომ მე უბრალოდ კოორდინაციას ვაკეთებ ამ საქმეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ გავაგზავნით ევროპულ სასამართლოში სხვა ადვოკატებიც იქნებიან, ამ პრეცედენტს იმიტომ ქმნი კიდევ ერთხელ, რომ როცა სხვას ვეუბნები, რომ არ უნდა გაჩერდე, არ უნდა მიატოვო სამართლებრივი ბრძოლა შუაგზაზე, არ უნდა დახუჭო თვალი უსამართლობაზე, ხა მე თუ ამას საკუთარ მაგალითზე არ გავაკეთებ, რა მორალური უფლება მექნება, რომ სხვებს მოუწოდო და მით უმეტეს ეს ჩემს ხასიათში არ არის, რომ რაღაც
ეტაპზე გავჩერდე და არ მივიყვანო ის პროცესი ბოლომდე. ჯერჯერობით სახიფათო ასეთ პოლიციელების სისტემაში სხვა შვილებისთვის არის სახიფათო, რომელმაც არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა შეიკავოს თავი, როგორ უნდა გააკონტროლოს თავისი ბრაზი. და არ უნდა იქცეოდეს როგორც კრიმინალი, თორე როცა პოლიციელი იქცევა როგორც ჯალათი, არავითარი ვალდებულება არ აქვს. ჩვენ მას ბრძანებებს ვემორჩილოთ. ეხლა მას მოძალადეს ხო არ დაემორჩილები მოქალაქე. ის როცა კარგავს კონტროლს საკუთარ ქცევაზე, ხდება ტიპიური მოძალადე და დამნაშავე. რაც ჩვენ ნახეთ იმავე კადრებში, რაც თვითონ მოიტანეს. მე ხო არ გადამიღია ეს ვიდეო მასალა. მათივე მოტანილი სამხრე კამერები გავასაჯაროვე და როგორ გაუჭირდა სამთავრობო პროპაგანდას იმედს და რუსთავი ორს და მე მათ სააგენტოებს რომ მიჭერეს და ბოლო ნაწილი გაუშვეს. რატო? თავიდან გაეშვათ. ხო მართლები არიან. ხო მიაჩნიათ რომ სწორად იქცეოდნენ და თავიდან ბოლომდე გაეშვათ. როგორ იწყება ესა ისტორია, როგორ მივარდა ეს გავეშვებული ორი პოლიციელი და როგორ ურტყამს თავში და მოათრევს. და არა ისე რომ წარსდგე და უთხრა რომ თქვენ დაარღვიეთ ადმინისტრაციული წესი, მე ვარ ესა და ეს პოლიციელი დაკავებული ხართ, ამიტომ რა ხო წესები ხო უნდა დაიცვა. რას გავდა ეს საქცევა და ეხლა თუ ფიქრობენ რომ ეხლა გამოვიდა დღეს და ამი წერტილი დავსვი, არავითარ შემთხვევაში. ყველა ეტაპს გავივლი, ბოლომდე მივიყვან, ის პოლიციელები დაიშებიან, იმიტომ რომ სისტემაში არ უნდა იყვნენ მოძალადეები. უნდა დავასრულოთ და ბოლოს მინდა რაღაცები დავასუსტო, რადგან დღეს ღამე ტოვებს თქვენი შვილი საპატიმროს, ალბათ უკვე რაღაცა გარკვეული სავარაუდო თარიღი გექნებათ, რა ვიცი, შეგულებული, როდის შეიძლება მოინახულოთ ირაკლი ღარიბაშვილი და მეტი დეტალი რომ გითხრათ, რადგან ადვოკატთან კონსულტაციები გქონდათ, როგორც ჩანს, მისი მხრიდანაც არის თქვენთან შეხვედრის სურვილი და უფრო მეტი რომ გითხრათ აი ამ კომუნიკაციის შესახებ. არა, მე უბრალოდ ადვოკატი შემომეხმიანა ამ ამბების გამომიცხადა ადამიანურ და კოლეგიალურ მხარდაჭერა და შემდეგ გადავეცი ის რაც თქვენ გითხარით, მაგრამ ზუსტი თარიღი მართლა არ ვიცი ემა, მაგრამ როგორც კი დავგეგმავ, გაგაგებინებთ აუცილებლად ამას ხო არ გავაკეთებ კონფიდენციალურად. ადვოკატი შეგეხმიანათ ირაკლი ღარიბაშვილის და გადმოგცათ რომ მასაც აქვს სურვილი თქვენთან შეხვედრა. არა, ამაზე არ გვისაუბრია, უბრალოდ მე ვუთხარი რომ ამ ამბების გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ როცა შევძლებ ნახავ და გადასცემს თავადაც. სხვა დეტალებზე ვერ გეტყვით ვერაფერს, ეხლა ეს დღეები მართლა არაფრისთვის არ მეცალა. კეთილი, მადლობა ეკაბესელიას მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი შემოგვიერთდა. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ ამ გადაცემაში საკმაოდ ბევრი შეფასება მოვისმინეთ ქართული ოცნების იმ ინიციატივისა, რომელსაც უკვე აქვს საჯარო მხარდაჭერა ლიდერების მხრიდან. ყობახიძემ თქვა, რომ დროული ინიციატივაა, თუ კი ვიღაცა ქვეყანას უწყობს საბოტაჟს, არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, კანონის წინაშე პასუხიც უნდა აგოს და კონკრეტულად მოყავთ სალომე ზურაბიშვილი. ამბობენ რომ ისინი ის დღემდე საკუთარ თავს პრეზიდენტად მიიჩნევს, რაღაცა საკუთარი სტანდარტიც აქვს, რაც ბუნებრივია არღვევს მათი შეფასებით კონსტიტუციურ წესრიგს, მოკლედ ხელყოფს. აი როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ რთულია განჭრედა იმისა, თუ ქართული ოცნება რას მოიფიქრებს და რას მიიღებს, გამომდინარე იქედან, რომ მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ, ქუჩაში დგომა აიგრძალა და ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა, კაცი ვეღარ იფიქრებდა, რომ კიდევ შეიძლება რაღაც ამოიფიქრონ, მაგრამ არა, რაღაც ამოუწურავი ფანტაზია აქვთ ამ მიმართულებით და ახლა მოიფიქრეს ის, რომ თუ ლეგიტიმაციას იტყვი, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, მაშინ ციკლი იქნება და პირდაპირ გაგასამართლებენ ამ ფრაზის გამოთქმის გულისთვის. მე ყობახიძის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ ნახე არგუმენტირება ამ პაპუაშვილის, რომელმაც ხო გერმანიაში, ოღონდ
პატარა განსხვავება შუიდან იწყებს არგუმენტაციას. აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ ვინმე პატივი არ უნდა წეს ზოგადად პარლამენტს ან კონსტიტუციას და ასე შემდეგ. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ხელისუფლება თუ მე არჩევნებს არ უცნობ და არჩევნები მიმაჩნია არალეგიტიმურად, თუ არჩევნები გაყალბდა და ასე მგონია, შემდეგ ეს პროცესი საერთოდ არალეგიტიმურია. უნდა დაეწყოთ იქედან, რომ გერმანიაში ეს პრობლემა არ იდგა და არც დგას. არჩევნების გაყალბების შესახებ, სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ და როცა ეს პრობლემები მოგვარდება, მაშინ აღარც ეს პრობლემა დადგება, ვინმე ცნობს ლეგიტიმაციას ხელისუფლებისას თუ არ ცნობს. დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და არც თუ ისე მცირე ნაწილი თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლებამ მართლმა ძალამ არსებულმა მიიტაცა ხელისუფლება. მას ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ აქვს. თუ გონია ახლა მას რა ქვია კობახიძეს და პაპუაშვილის რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, მე ყველა მუხლებზე დაეცემა და დაიწყებს ლოცვას მათზე, ძალიან ცდება. იმიტომ რომ უკვე მთელი წელია ვიმყოფებით რაღაც არ ვიცი რა შეიძლება დავარქვა ამას, რაღაც კანონმდებლობის კარუსელში თუ რა ყველაფერს ცდილობენ, რომ რამენაირად პროტესტი ჩაახშონ და ეხლა მოიგონეს ის, რომ კარგი დაუშვათ და ყველამ საჯაროდ, რა ვიცი, აღიარა, რომ ირაკლი კობახიძე არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ შალო პაპუაშვილი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ და ასე შემდეგ. ახალი თაობაა და მათ არ ახსოვთ ერთი რამ, რომ კომუნისტების დროს ჯერ ერთი მაშინ კომუნისტები იქამდე არ მისულან, რომ ქუჩაში რომ დგას ის დაჟჯადი ყოფილი. ამ კანონის ანალოგი ჰქონდათ? ხო, უბრალოდ მაშინ ანალოგი არ ჰქონდათ. უბრალოდ ეგ იყო, რომ მილიციას ჰქონდა დავალებული ერთი ესეც საწყის პერიოდში, სადღაც 70-იან წლებში სამ-სამი ნუ შეიკრიბებით. იმას სამის ეშინოდა და ამათ უკვე ერთი კაცის ეშინიათ აგრძალეს ეს, მაგრამ სხვა პარალელი მინდა გავავლო, რომ მაშინაც ესე იყო. ვიღაც გამოდიოდა ტრიბუნაზე, იტყუებოდა, თელმა დარბაზმა იცოდა, რომ ის კაცი ტყუილს ამბობს, მაგრამ გამპროტესტებით არავინ არ აპროტესტებდა ამას, უფრო მეტიც ეს იყო რაღაც შეთანხმებული თამაში, ხო? დღესაც იგივეა, თუ არ იტყვის ადამიანი ხმამაღლა, რომ არის არალეგიტიმური ხელისუფლება, ამით რა ლეგიტიმაციას მიიღებს ეს ხელისუფლება? რა პრობლემაა ეს? სხვათა შორის აი ლეგიტიმაციის თუ არალეგიტიმაციის შეფასების ყველა საკუთარი კრიტერიუმი აქვს ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა ქართულ ოცნებასთან ოპოზიციის მხრიდან ესეც მათთვის გარკვეული ლეგიტიმურობის მიცემა, მაშინ როდესაც მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ რა თქმა უნდა, ყველა მოედანი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ქართული ოცნება საჯარო მხილება მოუწყო თუნდაც საკუთარ აუდიტორიასთან. პირველი ასეთი დებატების პრეცედენტი ჩვენ უკვე ვნახეთ. საინტერესოა თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა მიიღოს თუ არა იმ ოპოზიციამ, ვისაც შესთავაზებენ მონაწილეობის მიღება საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა. იცით რა, ჩვენ მარტო ხელისუფლების პრობლემა რომ გქონდეს, მეტნაკლებად კიდევ არ აგვიშავდა. ჩვენ ხო ოპოზიციის პრობლემას გვაქვს, საზოგადოებას გულისხმობ ძირითადად, ხო? ამიტომ მიდის რაღაც ესეთი კამათი, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, არ მივიღოთ ლეგიტიმაციას, მივანიჭებთ, არ მივანიჭებთ, თუ აი რაღაც აბსურდულ რაღაცებამდე მივდივართ. მარტივი თემაა, ხო? ოპოზიცია უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს. ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ფაქტიურად მოგვარებულია საქმე, რომ როგორც ხედავთ, ჩვენი პარტნიორები მინიმუმ არ ჩქარობენ, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ. ამ კანონის მიღების შემდეგ არ ვიცი რა ზიზაბენ, მაგრამ აქამდე ყოველ შემთხვევაში არ ჩქარობდნენ. ხო და
ამიტომ ოპოზიციამ ეს უნდა გათვალოს. როდესაც ლაპარაკი იყო არჩევნებზე, მაშინაც მომხრე ვიყავ იმისა, რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. არა იმიტომ, რომ საკრებულოში ადგილი მოეპოვებინათ, არამედ იმიტომ, რომ არჩევნებიც არის ერთგვარი ბრძოლა ხელისუფლებასთან, დაპირისპირება ხელისუფლებასთან, რომელიც საშუალებას გაძლევს მობილიზება გაუკეთო მინიმუმ შენს ამომრჩეველს. მით უმეტეს, როდესაც ადგილობრივი არჩევნებია. ამაზე აღარ წავალ შორს. ის რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, ის დებატები არ იყო, მაგრამ იყო საშუალება იმის, რომ მიხვიდე იმ ტელევიზიაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ნაწილი შენი მოსახლეობისა უყურებს და შენი პოზიცია დააფიქსირო და შენი პოზიცია ილაპარაკო, გააგებინო მის ამომრჩეველს. როგორც ხედავთ, სამთავრობო არხები იქაც შეგიძლია დაუფიქსირო, რომ არ აღიარებ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, იმიტომ რომ მიგაჩნია, რომ გაგიყალბეს არჩევნები. კი ბატონო, იმას, რასაც ლაპარაკობენ ოპოზიციურ არხებზე, იგივე თქვა შეიძლება ოღონდ უკვე იმ ამომრჩევლისთვის და ამას ახლა დებატებს დაარქვევს, არ დაარქვევს ხელისუფლება, ეგ უკვე სხვა თემაა, მაგრამ ორი მეთოდია, ხო? ან ფეხით უნდა მიხვიდი ამომრჩეველთან, რასაც ოპოზიცია არ აკეთებს, ან მედიის საშუალებით. თუ ერთს არ აკეთებ და არც მეორეს აკეთებ, როცა გეძლევ ამის შანსი, მაშინ გექნება ის მხარდაჭერა, რაც გაქვს. ახლა ამ მას ოპოზიციურ არხებს ყავს თავისი მაყურებელი, რომლებიც ჩამოყალიბებული არიან იმაზე, რომ ოპოზიციას უნდა დაუჭირო მხარი. მაგრამ ოპოზიციამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს არეალი გააფართოვოს. გაფართოების ერთადერთი საშუალება არის სწორედ ხელისუფლების ოპოზიცია იმ არხებზე გარკვეულ კომფორტის ზონაშია, იმიტომ რომ გამოიკვეთა გარკვეული ასე ვთქვათ მიმდინარეობა პოლიტიკური ოპოზიციონერებს შორის, ვინც პირდაპირ აგრესიას ვერ მალავს, როდესაც მისთვის არაკომფორტულ თემაზე შეკითხვას უსვამ და კონკრეტულ პასუხს ითხოვ. ხო, მე კიდევ მიმაჩნია, რომ ასეთ საჯარო დებატებში და დისკუსიაში, რომ შეხვიდე შენს პოლიტიკურ ოპონენტთან, თანაც არა შენს მოედანზე, სადაც იცი, რომ ნებისმიერი შეკითხვაზე შეიძლება მოგიწიოს პასუხის გაცემა, უნდა იყო აბსოლუტურად მზად ილაპარაკოს სიმართლე და იყო გულახდილი. ანუ რამდენად გულახდილია ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია, თუნდაც მაშინ, როდესაც აი ამ მოლაპარაკებისა და ვერ შემდგარი, რა ვიცი, ერთობის თანხმობის დოკუმენტის შესახებ ვეკითხებით. მე მაგალითად ბევრი ვერაფერი გავიგე და გარკვეულ პერიოდამდე მეგონა, რომ ჩემში იყო პრობლემა, მაგრამ რა ვიცი, თქვენ თუ დამეხმარებით გაგებაში, აი ეხლა რა ეტაპზეა ოპოზიციაში მოლაპარაკების პროცესი და ველოდოთ თუ არა, რომ კონსულტაციები ბოლოს და ბოლოს ოდესღაც მაინც დამთავრდება, შედეგი მერე გამოჩნდება, თქვენ გაქვთ ამის მოლოდინი? არა მაქვს ამის იმიტომ რომ საკმაოდ ასე ვთქვათ განსხვავებებია შეხედულებებს შორის ბოლო-ბოლო თუ იმ 8 პარტიაზეა ლაპარაკი რომელზედაც იყო თუ თავისუფლების მოედანს არ მივიღებთ ხედულობაში ესენი ყველა ნაციონალური მოძრაობისგან წარმოშობილი პოლიტიკური პარტიები არიან და არც თუ ისე დიდი გავლენა ნაციონალურ მოძრაობას მკაცრად ასე ვთქვათ შემოუსაზღვრეს ფარგლები და დაუწესეს კონკრეტული წესები, რაც უნდა მიიღოს იმისათვის, რომ თავად მიიღონ ამერთობაში. ხო, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას შემოუფარგლეს ამ ოპოზიციას დანარჩენს თუ ნაციონალურ მოძრაობას გამოვაკლებთ, ხომ? იქ რეიტინგი, ასე ვთქვათ, ხარდამჭერა მოსახლეობაში აქვს კოალიცია ცვლილებისათვის მელია მას, რა ქვია, გვარამიას, ხო? რომელმაც ფაქტიურად ნაციონალურ მოძრაობას გაუყო ხმები. ეხლა გინდა ცალკე იყვნენ და გინდა ერთად იყვნენ. ეს ბაზა ხომ არ გაფართოვდება. თუ დაიკარგება ხმები, თორე მომატებით არ მოემატება. ჯერ ეს თემაა დასამუშავებელი, რას მოგცემს ოპოზიციის ასეთი გაერთიანება. ბოდიშ ვიხდი, მაგრამ არც ხოშტარიას პარტია, არც რა ქვია, ჯაფარიძის პარტია, არც სტრატეგია აღმაშენებელი. რა ვიცი, 10,000 მხარდაჭერს თუ აცდებიან,
მეტი მათ მხარდაჭერა არ აქვთ, ხო? ამიტომაც გაერთიანების გაერთიანებას ცდილობენ, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ. ან ღიად რომ ვთქვათ, ადგილები საპარლამენტო სიაში. ეს არის სულ. სანამ ასეთი მიდგომა იქნება, აღარაფერს ვლაპარაკობ იქ ბოკერიას პარტიაზე, რომელსაც საერთოდ კატასტროფა. ხო და გაერთიანება რას მიცემთ? თუ გაერთიანება არ გაძლევს იმას, რომ აი ამ ელექტორატს გარეთ გახვიდე, ან ნეიტრალური ამომრჩეველი მაინც წამოიყვანო შენსკენ, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ გაერთიანებას? გარდა ამისა, როგორც ვთქვით, აი იქ არის წინააღმდეგობა ნაციონალურ მოძრაობას შორის და ამ წინააღმდეგობას თავისი სახელი და გვარი აქვს და მიხეილ სააკაშვილი ქვია. ხო? ეს ნაციონალურ მოძრაობა უნდა მარტივად არის რეალურად საქმე, ნაციონალურ მოძრაობა უნდა გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილს იმისათვის, რომ საკუთარი ადგილი დაიმსახუროს თუ მოიპოვოს აი ამ ერთობაში, ასეა, ასე დგას საკითხი? დაახლოებით ესე დგას, თუმცა არა მარტო გამიჯვნაზე არაა საქმე. საქმე არის იმაზე, რაცაც თქვენ ბრძანეთ, უხერხული კითხვებისადმი პასუხები უნდა გქონდეს. და უნდა იცით რა, ერთი პერიოდი იყო ასეთი ოპოზიციის მხრიდან, უпростоრად ნაციონალების მხრიდან, რომ რატომ ვერ დაივიწყეთ 9 წელი. 9 წელს სიამოვნებით დავივიწყებ. თუ მომცემ ამის საშუალებას, არ იძლევა ეს ხალხი ამის უკაცრავად. კი ბატონო. საშუალებას. წარსული 9 წელი კი არ აშფოთებს მოსახლეობას. მომავალი 9 წელი არ უნდა. და როდესაც ისევ იგივე თემებს რჩები, აი იმის გამო ვერ ახერხებს შენთან ურთიერთობის დამყარებას. ამის გააზრება ჭირდება ნაციონალურ მოძრაობას და გადახედვა იმის შეფასება თვით შეფასება უნდა გაკეთდეს. იგივე დაწყებული თუნდაც სააკაშვილიდან, ოღონდ ახლა თუ თვით შეფასება ისაა, რომ მე მოგეხმარებით რომ ამ ჭაობიდან ამოხვიდეთ, მაგრამ მე თანამდებობა არ მინდაო, ახლა ამას თუმცა სჭირდება თავისუფლება. მან თქვა რომ მე რომ გარეთ ვიყო ერთ კვირაში დავასრულებდი ქართულ ოცნებას. მაშინ როდესაც იგივე ლევან ხაბეიშვილი ასევე ციხიდან სხვაგვარად ხედავს არსებულ პროცესებს და ამბობს რომ აი ამ ბრძოლაში ჩვენ დავმარცხდით, აუცილებელია დიალოგი ხელისუფლებასთან, რომ ეს პატიმრები, რომლებიც ხედან ახლა ციხეებში, გათავისუფლდნენ. რაშიც არ ეთანხმებიან მისი თანაგუნდელები და ამბობენ რომ ხა ემოციური ფონი პატიმრისა კიდევ სხვაგვარია და შესაძლებელია არ ფლობდეს სრულფასოვნად იმ ინფორმაციას, რაც არის გარეთ და რა არის გარეთ, რა ინფორმაცია, რატომ შეიძლება ვერ აფასებდეს სათანადოდ ლევან ხაბეიშვილი ციხიდან მიმდინარე პროცესებს? ხო, მეც არ მესმის, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ინფორმაციის ნაკლებობა პატიმრებს არ აქვს. რა ხდება გარეთ, ხო? მე მგონი შეიძლება კიდევ უფრო უკეთ აფასებენ ხოლმე იმ შესაძლებლობებს, რაც აქვს, რა ვიცი, ოპოზიციას შექმნილ, ოპოზიციას და მათ პოლიტიკურ ოპონენტს რა. ხო, ვერ გეტყვით, არ ვიცი, ოღონდ დაელაპარაკეთ ხელისუფლებას, კი ბატონო, და რას მოვიტანს ეს? დიალოგის გახსნა ყოველთვის ერთადერთი შესაძლებლობა. იცით რა, ჩვენ ხანდახან ერთსაირი ტერმინებით ვლაპარაკობთ, მაგრამ სხვადასხვა აზრებს. რას ნიშნავს ეს დიალოგის დაწყება ხელისუფლებასთან? რას გულისხმობს კერძოდ? რომ დამთავრდეს საპროტესტო აქციები? რაც არის, რუსთაველზე რაც ხდება, სხვა აღარ მოვითხოვთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა? აი რას გულისხმობს ამაში? და რატომ მოიტანს ეს სიკეთეს თუნდაც იმავე ხაბეიშვილისთვის? ამას თუ ამას ლაპარაკობ, არგუმენტირებაც უნდა მოაყოლო. თუ სხვაგვარად ახლა ჩვენ უნდა დავждეთ და ვიმკითხავთ, რას გულისხმობს, როგორ გულისხმობს, რატომ უნდა, სწორია, არ არის სწორი. არ გამოდეს ესეთი რა. უნდა თუ ამბობ რაღაცას, უნდა არგუმენტირებაც გაუკეთო, ან რას გულისხმობ, ეს მაინც უნდა თქვა.
ჯერ მხოლოდ გვესმის ანონსი იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პროცესის ახალი, ან ზოგჯერ ამბობენ გარდამტეხი ეტაპი დგება. რაღაცნაირად ჩანს ამ ეტაპის მოახლოვება, ან იქნებ უკვე ამ ეტაპზე ვართ და შეიძლება ჩვენ ვერ ვგრძნოთ, ან ვერ ვხედავთ, ვერ ვაფასებთ სათანადოდ შექმნილ რეალობას. რაიმე გარდატეხის ნიშნები იგრძნობა იმ პოლიტიკურ პროცესში? ხო არა, მეც ვერ ხედავ და ვერ ვძნობ, რომ რაღაც გარდატეხის ჯერჯერობით რაზედაც ლაპარაკობენ, არის იმაზე, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, რომ უნდა გავერთიანდეთ და აი რო გავერთიანდებით, მე რა იქნება არ ვიცით. ოპოზიციამ ან პროგრამა უნდა დადოსო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავაკეთებთ ამას. ან რაღაც ახალი იდეა უნდა მოიტანოს, ან რაღაც ლიდერი უნდა აღმოაჩინოს ახალი. რაღაც უნდა გააკეთოს და რამდენი ხანია ლაპარაკი არის ამ გაერთიანებას? ერთი წელი მინიმუმ არის, რაც ზურაბიშვილმა რამდენიმე ტრაქტატი გამოაქვეყნა. ზურაბიშვილი საერთოდ არ ფიგურირებს ახლა. არა, ახლა არ ფიგურირებს, მაგრამ აქამდე რამდენჯერ მოხდა ხელმოწერა, შეკრება, მერე დაშლა, არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ ვერ ჩამოყალიბდა. ვერა და ამ ახალი ეტაპს რას უძახიან, ეგეც ცოტა ჩემთვის გაუგებარია. იმიტომ რომ არაფერი ახალი ეტაპი არ ჩანს. უბრალოდ ეს არის, რომ გვამხიარულებს ქართული ოცნება ახალი ესეთი ბრწყინვალე იდეებით კანონებთან მიმართებაში, მაგრამ ამასთანავე ხდება მეორე რამ, რომ საკანონმდებლო ბაზა ფაქტიურად მზად არის დიქტატურის დასამყარებლად. რამდენად მოხერხდება ამ კანონების იმპლემენტაცია, ეგ სხვა თემაა. და შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას, რატომ არ შეძლებს? ანუ ძალაუფლება მათ ხელშია და ამას ოპოზიციაც აღიარებს და ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმაციას არ უაძლევთ, აღიარებთ, რომ ძალაუფლება მათ აქვთ მიტაცებული და რატომ ვერ შეძლებს ამ კანონების იმპლემენტაციას რა შეუშვება? ამ დიქტატურას რესურსი ჭირდება, ადამიანური რესურსი ჭირდება. ესე მარტივად აქ საქმე არ არის, ეს პატარა ქვეყანაა. კვაჭანდირაძეს არ იყოს სიგარეს თბილისში რომ მოიღო ბორჯომიდან გეძახიან მეც მომაწევინეო და ესეთი ქვეყანა ვართ. ყველას ნათესავია. ჩვენ ძალიან დიდი ესეთი უბედურებები გადავიტანეთ 50 წლის განმავლობაში. მათ შორის სამოქალაქო ომი, რომელიც არ ვიცი ახლა რამდენად ადამიანები იღუპებოდნენ, ქვეყანა უბედურებაში იყო, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ იყო სხვა ურთიერთობებიც, გამომდინარე სწორედ იქედან, რომ პატარა ერი ვარ და ყველას იცნობდა. აქეთ ფედრიონი იდგა, იქით ლოთი ქობალია და ერთმანეთში მშვენივრად რიგდებოდნენ და ლაპარაკობდნენ და ასე შემდეგ. ეს ამას იმიტომ მომყავს ეს მაგალითი, რომ ამ პატარა ერში კარგად თუ გავჩხრიკავთ, შეიძლება ახლო ნათესავებიც კი აღმოჩნდეს. ნათელმინონობამაც არ შეუშალა ხელი იმას, რომ დღეს ირაკლი ღალიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვების ხედან საპატიმროში და სხვათა შორის იმის გამო, რომ პროკურატურა დაინტერესდა თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შესწავლილი თუ ჩატარებული აუდიტის საფუძველზე არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია კახი კალაძის პასუხისმგებლობის საკითხიც არ არის შორს. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ეს როდესაც არის ცალკეული შემთხვევები და დიქტატურა ნიშნავს იმას, რომ მასიური შემთხვევები უნდა იყოს ასეთი. და როდესაც ეს მასიურ ხასიათში გადავა, მაშინ მას სჭირდება ადამიანური რესურსი. ესე მარტივად აღარ ხდება ეგ და ამიტომ არ ამგონია, შეიძლება მცდელობა იყოს, მაგრამ არ ამგონია, რომ ამის რესურსი ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, არა მარტო საქართველოში, არსად არა აქვს ამის რესურსი. კამბოჯაში 5 მილიონიდან პოლპოტას 3 მილიონი ღმერთად აგვიფაროს. გაწყვიტა, მაგრამ პოლპოტას გადაყვა ამას. ესე მარტივი აქ არაა. დიდ ქვეყნებს ამის რესურსი აქვს. რუსეთში ეს თავისუფლად შეიძლება გააკეთო, მაგრამ საქართველოში ცოტა ჭირს. ისე ამ დიქტატურასაც გარდა მარტო ფინანსები არ ყოფნის, ან იდეა უნდა გქონდეს, ან ბელადი უნდა გყავდეს. რეალური ბელადი.
არა ისეთი რომ არ ვიცით სად ცხოვრობს ახლა რომელ ოფისში ბიძინა ივანიშვილს თუ გულისხმობთ ახლა რამდენიმე სავარაუდო საცხოვრებელი შეიძლება ხო მან სტალინსაც მასე ქონდა რამდენიმე სავარაუდო ოთახი ქონდა ან ერთში იყო ან მეორეში ან მესამეში მაგრამ ნუ რა აქედან მე ივანიშვილი სტალინის ჯერჯერობით არ არის მადლობა ვახტანგ ძაბირაძეს პოლიტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი პარასკევამდე გემშვიდობება და კიდევ ერთხელ ვაპატიჟები იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლიდერებს ვინც სხვადასხვა მიზეზით რატომღაც თავს არიდებს ხოლმე აი აქ ჩემს ეთერში მონაწილეობის მიღებას ჩემი კარი ღიაა თქვენთვის